ღვინოზე არ მკითხო კიდე. ხო, ღვინოზე აღარ კითხო, იმიტომ რომ რაღაცებს აქედან მოვჭი. აკვალური თემი დაიწყო. არა, სულ ღვინოზე მეკითხო, როცა მითქვა. ღვინის ამბავი მიამბო, საიდან იცით და ყველა პოდკასტ მაგით იწყებს, თურმეს დებს. ეცოდე ჯერ დუქს ამიტომ. ერთხელ იყო ისა, რა ქვია, მაგრამ პომიდორი ახსენე და პომიჩიტილები და რაღაცები და ღვინოც ყოფილა პომიდორიც ვერ კომენტარებში. ინაზე ღვინო იყო. ავიწყო, თამამ. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, წარმოგიდგენთ ასევე ტრადიციულად ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარია დღეს ჩვენი მეგობარი ვაკა გორგილაძე. ვაკა, გამარჯობა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. ესე იგი, რაღაცა რამდენიმე ესეთი აქტუალური პროცესი მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას პარალელურად და ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ აქტუალური ალბათ, რომელიც ახლა სულ უფრო მეტად დაიქოქება ალბათ ეს თემა, არის პარტიების აკრძალვის საკითხი. სულ უკვე აპირებს მართველი პარტია რომ მიიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კომისიის ასე ვთქვათ მუშაობის შედეგებით და სამი პარტიის აკრძალვაზეა საუბარი, თუმცა იქვე წერია რომ კიდე შეიძლება სხვა პარტიები დაემატოს ამათ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ წუთის მონაცემებით ორი ძირითადი ისე ვთქვათ საფუძველია წარდგენილი. ერთი ეს არის ის, რომ მუდმივი ესეთი სისტემური და სისტემატური, ეს სიტყვა ხშირად იყო გამოყენებული, ესე ვთქვათ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში, რომ სისტემური და სისტემატური ლეგიტიმაციის კრიზისის შექმნა. კი, ლეგიტიმაციის კრიზისის შექმნა და ხელისუფლების არაკანონიერი გზით დამხობის ცდელობა, რამდენიმე ცდელობა. მშვიდობიანი დამხობა. მშვიდობიანი იქ არის ყოველთვის. იმ განცხადებაში არის. გაცრავდა ისე რომ არაკანონიერი დამხობაც ოქსიმორონია გაცრავდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ოქსიმორონია. შეიძლება კანონიერი დამხობაც არის. ქართულ ენაში დამხობა არის დამხობა. კანონიერი დამხობა, კანონიერად შეიძლება ჩამოგაგდო. ის ხო, ის არის ნავაიაზია ორველს რო ქონდა, ხა ეს რუსულად ვამბობ. პოზიტიური დისკრიმინაცია არ არის ოქსიმორონი. დამკვირვებული ხო იყო და არის ამ ლექსიკონში. ახლაც არის ხო? ახლაც არის. აი, ჩამოგდება, რაც ქართულ ენიდან გამომდინარე, ჩამოგდება შეიძლება იყოს დადებითი საქციელი. ცუდია და ჩამოგაგდა, მაგრამ დაგამხე დამხობა. ხო, და პოზიტივი არ შედის. ახლა ქართულ ენის იმაში არის. თვისებიდან გამომდინარე. მაგრამ კარგი იყოს ამ. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა მონახოს რამე ქართულ ლიტერატურაში. და მეორე ელემენტია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად აქვს პარტიას, რომლის ესე კონსტიტუციურობის საკითხიც უნდა დადგეს, არაკონსტიტუციურობის საკითხიც უნდა დადგეს, რამდენად აქვს პარტიას პოლიტიკაზე ზემოქმედების პოტენციალი. ანუ ეს სამი პარტია შეირჩა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ როგორც ამ ასე ვთქვათ თითქოს სარჩელში არის წარმოდგენილი, მათ აქვთ პოლიტიკაზე ზემოქმედების პოტენციალი და დანარჩენებს ამ წუთას ეს არ გააჩნიათ, თუმცა თუ მათ ექნებათ ამის შესაძლებლობა, შემდეგ ვიმსჯელებთ. ესეც საინტერესო თემაა, ზოგადად რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი ეს შევხედოთ. 2028 წელი, ეს არის ის თარიღი, როცა შემდეგი არჩევნები უნდა გაიმართოს და გარკვეული თვალსაზრისით თუ ეს მართლა სწრაფად წარიმართება ეს პროცესი, შემდეგ რაღაცა თითქოს შემდეგი ეტაპი, პოლიტიკური ეტაპი უკვე 3 წლის შემდეგ ორიენტირზე გადადის, ხო? რას ნიშნავს ზოგადად შენი აზრით ეს მცდელობა იმისა, რომ აი ამ მოცემულობაში რაც გვაქვს, საიდან მოვიდა, ანუ 12-13 წელია ეს პარტიები პრინციპში შეიძლება ითქვას, კი იქ ეწერა იმ სარჩელში, რომ 16 წლიდანო ამას აქტიურად აკეთებენო, მაგრამ პრინციპში ხა შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ 12 წელია იმ ყოველ შემთხვევაში იმ პარტიას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქვია, სახი არ უცვლია, ხო? და რატო დღეს მაგალითად? ნუ დღეს იმიტომ რომ სხვა გეოპოლიტიკური ვითარებაა. დღეს პროცესი მსოფლიოშიც ძალიან უცნაურია, ქაოტური, ნუ ის რომ ტექტონიკა არის ძლიერი, მათ შორის გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, ამას ყველა ხედავს და ბუნებრივია ეს ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა ტრანსფორმირდება, რაღაცა
ბიფურკაციის წერტილებს გადის და ჯერ არ ჩანს ეს სინათლე ამ გვირაბში, გეოპოლიტიკურ გვირაბში, მაგრამ ცხადია, რომ პარალელურად თან ახლავს ამ პროცესს, აი განახლების პროცესი პოლიტიკური სისტემების, ეს აუცილებლად მოხდება და ჩვენ ხედავთ ამ დაპირებებს, მაგალითად ტრამპი არ გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება მესამედი იყაროს კენჭი 28 წელს. სერიოზულად ამბობს. მათ შორის ტექნიკასაც ყვება, რომ მე შეიძლება ვიცე-პრეზიდენტად გავყვედ ამერე დამითმობს ადგილს. ანუ იგივე საკეთებს, რაც პრაქტიკულად პუტინმა გააკეთა. მასაც კი არ გაუკეთებია, ვერ გაბედა მაშინ 2008 წელს. აკეთებს გადაუხვით, ამას ვერ ხვდები, ამბობს ხოლმე, ხე მე თქვა რომ ვიცე-პრეზიდენტად გამორიცხო, მაგრამ კანს კონსტიტუციით გაგზავნული ამერიკაში, არა, მგონი ვეღარ კონსტიტუციით. თუ ერთი რო გამოტოვებულია არა, საერთოდ აკრძალულია რუზველტის შემდეგ ეს დაუწერელი კანონი იყო, მაგრამ მე ჩაწერეს და რა თქმა უნდა აკრძალული ორჯერ იქ. არა, ხო არ არის თქო ფიქრო. არა, გამოტოვება არ ფიქრობ. ვიცე-პრეზიდენტობას გამოვრიცხავ თქვა, ახლა იაპონიის ეხლა თქვა რომ გამოვრიცხავო პრინციპშიო, თუმცა ლეგალური გზა არსებობს. ანუ პრინციპში ეხლა ფორმალურად, ეხლა მე ანუ პრეზიდენტობას არ გამოვრიცხავო თქვა. პრეზიდენტობას არ მაგრამ ამ ხელით გამოვრიცხავო ვიცე-პრეზიდენტი. აბა როგორ პრეზიდენტობას კონსტიტუციაში ცვლის? შეიძლება კონსტიტუცია შეცვალოს. რა გაუკვირდება ვინმე ახლა კაცი კანადას ითხოვს და მექსიკის შემოერთება. არ ვიცი მაგათი ისა რა ქვია მაგას. ადულია კონსტიტუციაში. კანონმდებლობა, მაგრამ ხო შეიძლება რომ რეფერენდუმის ფორმა იქ რასაც ახლა აკეთებენ რომ აი ხაც უზენაეს სასამართლოში კიდე ერთი მოსამართლე აირჩიეს, უზენაეში კი სხვა სასამართლოში რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ანუ რესპუბლიკელების გავლენა იზრდება. აპირებენ დაახლოებით 15-დან 30 რაღაც ფანტასტიკურად ჟღერს ეს ყველაფერი 30 მილიონამდე არალეგალის დეპორტირებას. ეს ნიშნავს ეს ავტომატურად უნდა დემოკრატების ამორჩევლებს. მერე ხდება სხვადასხვა, ნუ ეხლა იცით რომ სპეციალური დანიშნულების სამხედრო შენაერთები არის შექმნილი, რომ სხვადასხვა აგლომერაციებში ძირითადად დემოკრატების ქვეშ რაც არის. სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი, მაგალითად, ნიუ-იორკი და ასე შემდეგ. ანუ პორტლენდი სერიოზულად ებზადებიან საკმაოდ ესეთი ოპერაციას სამხედრო ოპერაციების, პოლიციური ოპერაციებია, მაგრამ მასშტაბით თუ გავითვალისწინებთ რაოდენობას, რომ სპეციალურ განკარგულებებს იღებენ, რომ ეს შენაერთები არის მძიმე, მათ შორის ტექნიკით აღჭურვილი, რომ ანტიფო არის ექსტრემისტულ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული, რომ ის პირდაპირ ამბობენ, რომ ჭიდროდ არის დაკავშირებული ნარკოკარტელებთან, რომ ის რაც ბრაზილიაში ხდება, მექსიკაში დიდი ხანია, შეიძლება უკვე ვიხილოთ სამხრეთ შტატებში, ხო, შეერთებული შტატების და დიდ მეგაპოლისებში. ანუ ამიტომ ეს წარმოუდგენელი იყო ჯერ კიდე 10 წლის წინ, 4 წლის წინაც წარმოუდგენელი იყო და ეს რეალობა ძალიან სწრაფად იცვლება. ეხლა რა დააშავა ალტერნატივა გერმანიისთვის მაგალითად, რომელიც წელს გერმანიის კონტრდაზვერვამ აღიარა ექსტრემისტულ ორგანიზაციად. იმის მეათედი არ გაუკეთებია, რასაც აკეთებდნენ აი ეს პარტიები, რომლებიც ესე იგი აი ამ შავსიაში არის შესულები და საკონსტიტუციო სასამართლო გაიმართოს აკრძალვასთან დაკავშირებით. ანუ პერმანენტული ლეგიტიმაციის კრიზისის შექმნა, რა თქმა უნდა, ვერცერთ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა. ნუ თავის თავს რო უწოდებენ ნორმალურს. თორე დაიწყეს ახლა ეს პრაქტიკები, ხო, ნახეთ, ხო, რაც რუმინეთში რას გააკეთეს. აი ეს ერთმა TikTok-ით მოიგო არჩევნები და გაუქმეს, მეორე მოხსნეს, მერე დააშინეს, მერე ორივე საიძულეს საჯარო განცხადების გაკეთება, რომ საერთოდ გადიან საჯარო პოლიტიკიდან. ნახეთ მოლდოვაში როგორ ატარებენ არჩევნებს, სადაც აკრძალეს იქ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაცია, ორი სატელევიზიო არხი დატოვეს თავის კონტროლის ქვეშ და ნუ ეს მოდელი მიგრანტების აქტიური ჩართვა. უკრაინაში ომამდეც იყო ასე, ნუ საფრანგეთში ახლა იქ ეს ლეპენს აუგზალეს ვინაიდან ისე ნუ იქ კორუფციაში არის მე მგონი რაღაც პარტიული
ბიუჯეტის დახარჯვაზე, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ხვდება იმას თუ რომ ეს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს და აი საფრანგეთის მაგალითიც ახლა მიუხედავად იმისა, რომ ეს მემარჯვენე პარტია ლეპენის არის პოპულარული, მაშინ გახსოვთ ხო, ყვითელი ეს ჟილეტების ჯანყი რო იყო. მაკრონის პირველი კადენციის ნახევარი, სანახევარი 4 წლის განმავლობაში ხალხი არის იქ დაღუპული და დასახიჭრებული. და ხო რაღაც უბედურება ხდებოდა, მაგრამ არც მელანშონი უერთებოდა, არც ლეპენი რაღაც პოლიტიკურად განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ხა იქ ბრძოლებში არ იყვნენ ჩართულები, ხო? მე უკვე რაღაცა ისე მოხდა, რომ უკვე მე მგონი საფრანგეთმაც დაიღალა ამ სკანდალებით, გამუდმებით, ამ მარაზმით, ახლა გუშინ წინ გაერკვა, რომ ბრიჯიტ მაკრონი ყოფილა, ესე იგი ჟან მიშელ მაკრონი ვინაიდან შარშა დეკლარაციაში შევსების დროს აღმოაჩინა, რომ ესე იგი თავისი გვარის სახელის დაცვლად, ესე იგი მაკრონი კი გვარი დატოვებული, სახელი იყო ჟან მიშელი. ესე იგი მე ჰაკერები მაისკნეს. მე ხო ვრცელდებოდა, რომ არის ის რა ქვია ქმარი. მეორე ვერსია იყო, რომ მამა და შათირიშვილმა ჩემს განაცემაში ევშტეინის კუნძულში თქო, რომ მე მგონი ბაბუ არის. მოკლედ აი ეს მარაზმი ხდება. ეს სიმბოლურია, რომ ყველაფერი ეს მეტყველებს ამ სისტემის, მოძველებული სისტემის, განსაკუთრებით ამის დღეს აპოლოგეტიკას ეწევა ევროკავშირი არის დარჩენილი. იაპონიაში ხო ვნახეთ? მოვიდა პრემიერ-მინისტრი ქალი, რომელიც ალაპარაკდა, რომ ისევ ბუსიდოს სულისკვეთება, სამურაების, იმპერატორის გაღმერთება, ოჯახი ტრადიციული ღირებულებები, მოკლედ ქალი რო გათხოვდება, აუცილებლად ქმრის გვარზე უნდა იყოს და მოკლედ ესეთი ის არის რა. ანუ ბრუნდება იქაც იაპონია ტრადიციონალისტური ქვეყანაა, ბუნებრივია და განსხვავებული კულტურის მქონე, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით იდეოლოგიურ ვექტორად ყოველთვის ეს დასავლეთი წარმოადგენდა მისთვის. ამდენად ესეც ნიშანდობლივია და ტრამპის ეს რიტორიკა ამ პრემიერ-მინისტრის, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ. ამდენად იცვლება ჩეხეთში, ხო, აი ამ ბაბიშის გამარჯვება, ესეც ერთი ნიშანია. სხვათა შორის ალტერნატივა გერმანიისთვის უკვე დასავლეთში გადადის და ჩრდილოეთ დასავლეთ სამხრეთ ნაწილს იპყრობს ნელ-ნელა. და არ დაგვაუწყეს, რომ უკვე მნიშვნელოვნად უსწრებს ქრისტიან დემოკრატებსაც. ამდენად ეს მემარჯვენე ძალების რეიტინგის ზრდა ირლანდიაში საერთოდ ძალიან საინტერესო რამ მოხდა. მოიგო ასევე ქალმა ესე იგი ეს თავისი არჩევნები და მიუხედავად იმისა, რომ არის მემარცხენე, მოიგო იმის ხარჯზე, რომ ქონდა ეს მიგრანტების ეს რიტორიკა. თუმცა მას ძალაუფლება რეალური არა. რაც მემარჯვენე, მაგრამ ესეც ხო მაჩვენებელი. კი, რასაკვირველია. მაჩვენებლით როგორც სოციოლოგიური დიდი მაჩვენებლით მოიგო. და უკრაინის გაწევრიანების ნატო და ევროკავშირის მილიტარიზაციის. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ ეს ძალები ძლიერდებიან. ამდენად ეს ქმნის ახალ რეალობას. ჩვენ პრინციპში ამ გადაწყვეტილებას ოცნება მიიღებდა 2012 წელს, რომ შეეძლოს მაშინ. მაგრამ მაშინ ის იყო, ჩვენ ვიყავით თეთრი ყვავი, ეხლა აღმოჩნდა, რომ ეს ყვავი თეთრ ფერს იღებს, ან რა ვიცი, ნებისმიერი, რა ვიცი, ჩვენთვის კარგი მოსაწორი ფერი, ეხლა ცისფერი დისკრედიტირებულია უბრალოდ. რაღაცა, ანუ იღებს იმ ფერს, რა ფერი საქართველოს მიიღო, კოლორატულ რა თლად ფერიც ვერ შევავსებთ. აი ახლა ნელ-ნელა ვავსებთ რა. ეს მაგალითად საფრანგეთში გაიყიდა ერთი კვირის წინ ტილო აი მართკუთხედია რაღაცა 2 მეტრი 4 მეტრზე და არის ლურჯად შეღებილი მთლიანად. სხვა არაფერი. ნუ აი მალევიჩის გასი კვადრატი, ოღონდ დიდი პანოა რა, 2 მეტრი სიმაღლეში და სიგანეში 4. გაიყიდა 18 მილიონ ევროთ.
ზუსტად ფერი არის ევროკავშირის, ოღონდ ვარსკვლავების გარეშე. და ესეც ნიშანია. ამდენად ოცნება მიყვება პროცესს, არ უსწრებს, არ მირბის წინ და მე მგონი სწორსაც შვება, სხვათა შორის აი ბევრი როდესაც ეს რატომ არ აქტიურობთ, რატომ არ ჩადიხართ შანხაიში და შანხაიში რო არ ჩადიოდა ოცნება, ამაში აკრიტიკებდა ის, ვინც აკრიტიკებს ოცნებას იმის გამო, რომ ევროკავშირი არ უნდა. ანუ ხომ არაზმი რა უნდა ხა საქართველოს შანხაიში, აი წელს მაგალითად. მომავალ წელს ვნახოთ. ან 2 წლის შემდეგ ვნახოთ. შეიძლება არც მოგვიწიოს იქ ჩასვოთ, თუმცა ამაში ძალიან ეჭვი მეპარება. შეიძლება არ მოგვიწიოს რას გონი. არა, შეიძლება შანხაი შეიძლება ჩამოვიდეს თავისი. შანხაი უკვე ჩამოსულია სინამდვილეში. იმიტომ რომ ის ინვესტიციების მოცულობა და ეხა ვინც ბრმა არის და ვერ ხედავს იმას, თუ რაც ხდება იმერეთში მაგალითად, ხო? რაც ხდება საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და საერთოდ ეკონომიკაში, ხო? ნუ ამდენად მიყვება ეს პოლიტიკური პროცესი, გეოპოლიტიკური პროცესი და ეკონომიკური პროცესი. აქაც ოცნება ფრთხილობს. იმიტომ რომ მე შეიძლება შთაბეჭდილება, რომ ოცნება შეგნებულად მაგალითად არედაქტირებს საინვესტიციო პოლიტიკას. აი ფრთხილად აკონტროლებს ამ ნაკადებს, არ აძლევს არც ერთ გეოპოლიტიკურ ერთეულს რაღაცა დისბალანსი მოახდინოს დომინანტურ პოზიციაში. კი ბატონო. და აქაც მეცნაკლებად დაბალანსებულია ეს ვითარება. ამდენად აი ეს პასუხია, რომ დროა. აი და ფოტოჟურის დროაც შეიძლება აიგზავნოს. მოდი შენი აზრით რას ნიშნავს? კაი, დროა თითქოს დროსთან დაკავშირებით თუ გაქვს, ანუ დღეს რატო არის ეს ყველაფერი, მაგრამ ამასთან ერთად რას ნიშნავს ამ შემთხვევაში, ანუ პირობითად ავიღოთ ის პატარა პარტია, ეგრეთ წოდებული პატარა პარტიები, რომელიც დარჩა ამ სარჩელის მიღმა. პრინციპულად რამე განსხვავებული პოზიციის მატარებლები არიან, ნუ ვერ იტყვი. ანუ მაგალითად ელენე ხოშტერი ახლაც მე მგონი სასჯელს საპატიმროშია, ხო, მისი საქციელის გამო. და ვთქვათ, მე მგონი ზურა ჯაფარიძეც საპატიმროშია, როგორც მახსოვს, ანუ თუ არ გამოვიდნენ ამ დღეებში, რა. ამათ ხო მოყვება რაღაც შლეიფი. ეხა ზურა ჯაფარიძე ხო გვახსოვს 2012 წლის თუ 13 წლის პარლამენტში იყო ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე, ხო? ოღონდ მახსოვს. თუ გენ დივანის რამდენად სწორია აი გამოყოფა ამ პარტიების ესე რა და დატოვება მარტო სამ დიდ პარტიაზე და თითქოს ეს დანარჩენები, მით უმეტეს ეს დანარჩენები შემჩნეულები არიან იმაში, რომ ქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდა გარედან და ამ დაფინანსებით აფინანსებდნენ მე პარტიებს, რომელი პარტიებითაც ისინი მოქმედებდნენ, ხო? ანუ რა ტაქტიკაა თუ რა შეიძლება მე სხვადასხვა ინფორმაციას გავეცანი პრინციპში, მაგრამ ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად საუბარი არის ნაციონალურ მოძრაობაზე, აი ეს ცვლილებებისთვის. კი, და კოალიციაში ლელო, მაგრამ ალბათ იგულისხმება გირჩის, სადაც ავიკითხე, რომ გირჩიც არის და დროა. იმაში ცვლილებებში შედის. მაგრამ ცალკე ჩამონათვალში ორივე არის მითითებული, როგორც არა ასაგზალი პარტიების სიაში. ხო, ეს უცნაურია, იმიტომ რომ არა, მე წავიკითხე ისა ვარი, რომ ისო რადგანო იმის ქვეშ არისო, კოლგის ქვეშ არისო, დროას და იმ მეორეს ეს არ ეხება ამ ეტაპსეო, უბრალოდ რადგან იმის კოლგის ქვეშ არისო, ის იგრძალებაო. ეგ როგორ რეგულირდება კარგად ვერ გავიგე. ხო, ცვლილებების კოალიციის ცვლილებების არამია. აქ არის რომ ხო გარამიას და ნუ ამათო თქვათ რომლებიც არ ახდენენ ეს არსებით გავლენას და კიდე რაღაცა ეგეთი თემა არის. ეს ჩემთვისაც ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ რატომ უნდა უყურო, ესე იგი, ანუ რეიტინგიდან გამომდინარე რატომ იღებ? უნდა იყოს ერთი ფორმალური მიდგომა, არსებითი. ხო, მე თან ერთი როგორ რაღაცა ეხლა ვთქვათ, ადგენებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და გადავნენ პარტია დროში. თუ დროაში ან რაღაც მეორე. ალბათ მე აკრძალავენ. ხო, ანუ იმიტომ რომ თავიდან ხო იყო რომ ინდივიდუალური ხო, რას პერსონალურ სანქციებზე იყო საუბარი, კი ბატონო. რას ფიქრობ, ვასიკო? საერთოდ
პარტიების აკრძალვაზე როცა არის საუბარი, ეს არ არის ყოველდღიური ამბავი, ასეთი გამოწერილი რეცეპტი კი კონსტიტუციაში არის, მითითება არა მარტო ჩვენთან ბევრგან, მაგრამ ეს არ არის ყოველდღიური ამბავი, რომ ესე ზუსტი რეცეპტი გქონდეს. დარცა სიამოვნებაა. და სასიხარულოც არაფერი არ არის. სასიხარულო არ არის, მაგრამ რა მომეხოლმე, ხო? ეს ხო ისეთი ჯადოსნური სიტყვაა ჩვენთან, მაგრამ როცა ამბობ, რაც თქვი მანამდე იმას გადახაზავ. მაგრამ აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პარტიები საერთოდ რისთვის არსებობენ, ეს არის რაღაც თამაშის წესები, რომელიც ძალაუფლებისათვის ბრძოლა არჩევნების გზით. უტრირებულად კიდევ ბევრი რამ არის, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ხო ეს არის, რომ ჩვენ ვთავაზობთ პარტიები რო ვართ, აი ჩვენ სამი ადამიანი ვართ, ან ბევრი ვთავაზობთ მოსახლეობას და მოსახლეობა თავის გემოვნების მიხედვით ირჩევს და შემდეგ ასე ყალიბდება ძალაუფლება და გადადის. მაგრამ სოციოლოგიაში, მაგალითად ან პოლიტოლოგიაში არის ეგეთი განმარტებაც, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა აქთენდეს სხვადასხვა სოციალური და საზოგადოებრივი ფენების, ინტერესების აგრეგაცია და ამის დაცვა, სოციალურ-ეკონომიკური რაღაცა. ვინმეს გაუგია რაიმე სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის მსგავსი წესს საერთოდ მე მგონი არის. ხო და პირველი ეს არის, ნუ როგორ ვახერხებ ამას, ეს არის მოწოდება. ანუ შიდა ამაზე ვარ შეთანხმებულები ვართ. ჩვენ ამ თემაზე რომ არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს. ანუ დემოკრატიას როცა ვამბობ და ხშირად აი ყველაფერზე ვამბობ ჩვენ დემოკრატიას და ხშირად ისე იმეორებენ ამ სიტყვას, რომ თავის მნიშვნელობაც კი აქვს უკვე დაღარღული და ყველაფრის მნიშვნელობითი ხმარება, სამართლიანობის, უზენაესი ჭეშმარიტების ასე შემდეგ. სივრცის საბოლოო ჯამში თუ მივუყვათ ეს მარტოელარი კანონების ფარგლებში უმრავლესობის ნების გატარებას ნიშნავს, ხო საბოლოო ჯამში. ლობიობა არ არის როგორც ხო ლობიობა არ არის, ეს არ არის როგორც არ უნდა ვიაროთ, ეს არ არის უცირესობის ნების გატარება. ეს არა, თუმცა არავის არ უთქვი არასდროს, ახლა რომ შორს ვარ წავიდე და კარგა პლატონის საერთოდ წინააღმდეგი იყო დემოკრატია, არავის არ უთქვია რომ ეს არის უზენაესი სამართლიანობა. ეს რა არის კიდე ცალკე საკითხია ადამიანამდე. იმიტომ რომ ხშირად არის რომ ადამიანები და ფილოსოფოსები ისე აუმბენ რომ არა, აი ცალკეულ ადამიანებთან მეტია სიმართლე, ამას ნებისმიერი თითქმის ყველა ფილოსოფოსი ამას გეტყვის. უბრალოდ მე რო ახლა უყურებ ახლა დიდ საუბარს, ვერც კი მონახავ ფილოსოფოსს, რომელიც ამბობს, რომ უმრავლესობაშია ჭეშმარიტება და არა ერთ ადამიანში. მაგრამ ნუ სტაბილურობისთვის ეს მოიგონეს, ეს ჩერჩილს არ ეკუთვნის, ბევრად ადრე ირქვა, რომ ნუ არ არისო კარგიო, მაგრამ ყველაზე ნუ უკეთესი, ესე ვთქვათ, არ არისო ახლა ამ სიტუაციაში. და ამასაც უყურებ დღეს არ გავ. მაგრამ ეს არის ბოროტება დემოკრატია. ხო, ნუ შედარებით. ამაზეც დაუბენ ახლა უკვე, იმიტომ რომ ამან პროფანაცია მიიღო. მაგრამ ეს არის წარმოიდგინეთ ჭადრაკის ტურნირი, სადაც ვთანხმდებით, რომ ჩვენ ვსხდებით, მერე საათი ირთვება, მერე ვთამაშობთ, აი და ვინ მოიგებს. ახლა აქ თუ განუწყვეტლივ შემოიტან მომენტს, რომ წარმოიდგინეთ ჭადრაკის ტურნირია, ასე რომ წარმოვიდგინოთ იგავარაკულად და განუწყვეტლივ შემოდის ვიღაც ადამიანი ამბობს, რომ აი არ არსებობს, თქვენ მე არ ვცნობ ამ ჭადრაკის წესებს, ვიღაც ამას აჯაყებს და ხან წიხლებს ურტყავს ამ ჭადრაკის დაფას, ხან ფიგურებს ისვრის, ხან რა ყლაპავს ამ ფიგურებს, რასაც გინდა, ესე ვთქვათ, იმას აკეთებს, ამბობს, რომ მე უნდა ვიყო ჩემპიონი, არ მაინტერესებს არანაირი შედეგი. მას შემდეგ რაც წავა, მე აბახეთ ჰაერზე ხوار ყვები. აი რომ მორჩება ეს ტურნირი, ვიღაცა მაინც ამბობს, რომ არა ჩემპიონი მე ვარ. გამოცხა, არა მე ვარ ჩემპიონი ამბობს. მე ვარ ერთადერთი ჩემპიონი და ვარ. სხვა შორის ეს იყო, სხვადასხვა მაგრამ ფიშერიც ესე ამბობდა, რომ დიდხანს ვარ. ანუ ჩვენთანაც ესეა. ეხლა აქ ფიშერს საფუძველი ქონდა. გასაგრელია. ქონდა, მაგრამ ნუ ისეც ახლა არ იქნა გაზიარებული, ხო, ახლა ვარ და ვარ. ნუ არ ეთამაშა, არ უნდა ეს თამაში. მოუგებდა იმას. თუ ჩვენ როგორ არის, იცი? თუ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ ამ დემოკრატიაზე არჩევნებზე, ეს შენ 28 წელი ახსენე, ხო? ნუ მაშინაც არჩევნებს გულისხმობს. აქ ხედავთ, რომ მე მაგალითად ესე ვუყურო, პარტიების ნაწილი პირდაპირ თუ არაპირდაპირ, თუმცა რა არაპირდაპირ უარს ამბობს ამ საარჩევნო პროცესს. საერთოდ ამდენი 3 მიზეზი და 4 მიზეზიც რო არ მოგვეძებნა. რაღაც აი მე მაინტერესებს აი ხა რო თქვა, აი ხა რო აღშფოთენ და კაცმა რო თქვა, აი რო კითხო და სხვა შორის ჩვენ არა პრომატია რომ მოვკითხავდი, რატო ხარ აღშფოთებული აგზავდი? შენ ხო ისეთი რამე აგიგზალეს, გიგზალავენ, რასაც ისედაც უარს ამბობ. და არც აპირებ. და 28 წელი ახსენე და იქ კი რაღაც გაგაწყვეტინე რა 28 წელი და კი მაგრამ 28 წლამდე ჯერ თბისვლას არ აპირებენ და 28 წელში თუ მივიდნენ მაინც არ მიიღებენ მონაწილეობას ესეა დეკლარირებული ხო სწორია ეს ხო ეხლა შეიძლება გადატრიალების საკითხში მოგვეჩვენა მაგრამ ეს ხო ნამდვილად არ გვეჩვენება და სხვათა შორის
აი ამ დინამიკის გათვალისწინებით და იმ გარე პროცესების გათვალისწინებით არ უნდა გამორიცხოთ, რომ კონსტიტუცია შეიცვალოს საერთოდ. საარჩევნო კანონი შეიცვალოს. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ რევოლუციის გზით უნდა მოვიდეს. აღარ გეუბნები ვიღაცა ემხრობა რევოლუციას, ვიღაცა რევოლუცია კარგია და ამაშვება უკვე ამბობენ რომ კი პოლიტიკა, მაგრამ რევოლუციის გზა ამას გამორიცხავს დემოკრატიის გზას. ხო სწორია, ლენინს არც არ უთქვია რომ გინდა თუ არაო, ამბობდა რომ არცად არ ამბობდა რომ დემოკრატია ეს არის მაიმუნობაო, ხო, ბურჟუაზიული სიტუაცია არის, რომ ამალგან საქმე არ გვაქვს, ხო? ხო და არ ცნობდა იმ რაც იყო იმ დროებითი მთავრობა იყო ჩვენი გაგებით და სოფლიო გაგებით დემოკრატიული არ შედიოდნენ და ისინი ღიად ამობდნენ და არც არაფერ არჩევნებს იქ არ ეთხოვდნენ. და შედიოდათ არა ხორჯერორიოთ. მაგრამ წესიერი კაცი იყო ლენინი, კაცო, მშვიდობიან დამხობას კი არ ეთხოვდა, რევოლუციას სისხლიანს, თავისი პროლეტარიატის დიქტატურით და ასე რო თქვას კაცმა აკაბე აი ესე თქვა და მიგვიწვდება ხელი შენცეს არქივი და მე ჩვენ გაგაცნოთ ხა ჩვენ საკეთად მოუყარეთ კიდე თავი და ეს ახლა არის ამას იზახიან თორე არავითარ მშვიდობიანს ამას დასაწყისში ავნებენ მშვიდობიან დაფხობის წინ იქ არის გამონათქვამები მათ შორის კი არა ლიდერების არალიდერების რომლებიც აბსოლუტურად კლასიკურ დაფხობას საუბრობენ რომ აქ დაგიმთავრებენ ცეცხლით ასე და ასე მე 4 ნომერს გულისხმობ იქ არავითარი ილუზიები არ იყო და მეტიც აგერ არის წუთები საათები დღეები როდესაც იქ ვინც მიბძანდა მასე რა ქვია მოდანზე მან რასაკვირველია იცოდა რისთვისაც მიდიოდა სულ ყველა მათ შორის არაფერი გამიჯვნის ამბავი არ იცოდა 4 ოქტომბერს დაგიძახეს რომ მოდი გადატრიელებისთვისო მიხვედი გადატრიელა მე ამბობ რომ მე ისე ვიყავი წვილა და იქით ვიყურებოდი შემდეგ სულ მე ამას ვამბობ რომ ამას იმეორებენ პირობითად რაღაც ბევრი ექსპერტები თავენ გეგმა და ეს ამას ეს არის სიტყვის გადატანა შვენიერი გეგმა იყო ჩამოყალიბებული მე რამდენჯერ გითხარი გადაცემაში უკეთესი გეგმა არც ლენინს არ ქონია უნდა დავამხոտო ხო რა გეგმა იყო გამოვიდა ადამიანად თქვენს ესენი უნდა დავიჭიროთ და პრეზიდენტის სასახლე უნდა ავიღოთ ისევ გემეორე პრეზიდენტის სასახლე ეხლა როძახიან არაფერს არ ნიშნავს რომ ძალიანაც ბევრს ნიშნავს პრეზიდენტის სასახლე აბა სიმბოლური სიტუაცია არის ადრე იყო პოსტატელეგრაფი მანამდე გახსოვთ პრეზიდენტმა ყოფილმა და მაშინაც იძახდა პრეზიდენტი ვარ რომ მოუწოდა ტელევიზიის აღებისკენ ჩვენი საზოგადოება უწყებლის აღებისკენ და იმიტომ მოხდა იმიტომ რომ ამასაც რაღაც თავისი ეკდებოდა და რაც იყო ჩაფიქრებული აქედან პერმანენტული ის უნდა დაწყებული იყო შემდეგ უწყებ ანუ ეს შემთხვევითი არის და პრეზიდენტის სასახლესი აი წარმოიდგინე პრეზიდენტის სასახლე აიღე მივიდა საინფორმაციო საშუალებებით სოფლიოში გავრცელდა აიღეს პრეზიდენტიც შევიდა გასაგებია ხო და ის პრეზიდენტი რომელიც მოედანზე ბრძანდებოდა და ამას უცდიდა რომელიც ამბობს რომ ლეგიტიმური ვარ მაშინ იმის არ იყო სარცეცე შედიოდა აგერ არის მამა აგერ არის პრეზიდენტის სასახლეა პრეზიდენტი აქ არის და ცნობაც დაიწყებოდა ხო სანდუმს სიტყვებში ფაქტიურად ეგეც იყო ასე რომ ეს შემთხვევითი არაფერი არ არის ანუ ეს არის რევოლუციური გზა ახლა აქ რო დავბრუნდეთ 4 ოქტომბერს ახლა ჩვენ ადრეც დალაპარაკებთ ანუ ეს პარტიები են რომელიც ამეთ ახდენ ახლა ამ პარტიებს თუ შევხედავთ აერთიანებთ გარკვეული იდეოლოგია შეიძლება ესე ითქვას გარდა ძალაუფლების წყურვილისა კი ბატონო ამ იდეოლოგიას ბევრნაირად შეიძლება და ეს ეკონომიკური ამბავი ნაკლებად უდევს ჩემი გაგებით საფუძვლად და მემარცხენეობის საკითხი მაგრამ უდევს ის რაც საქართველოში ცდა სოფლიოშიც იყო ეს არის პირობითად თქვათ აი დამოუკიდებელი ავტონომისტებს უფრო ვიტყოდი იმიტომ რომ სრული დამოუკიდებლობა საქართველოსთან პატარა ქვეყანაში რთულია მაგრამ ავტონომისტები და გლობალისტები აი როგორც წინან გადაცემაში თუ იმის წინაშე ჩვენ საუბრობდით რომ პროლეტარები ყველა ქვეყნისა შეერთდით ადამიანები იყვნენ რომ ჩვენი საქართველოს ბედი თუ ესე უნდა იყოს ქვეყნის უნდა გადაწყდეს სოფლიო პროლეტარიატის ამბავში და ეს იყო სწორედ დაპირისპირება ილიას გზასთან ის გლობალური პროექტი იყო ილია ამბობდა რომ ჩვენ უნდა ერთად შევერთდეთ ერთად უნდა ვიყოთ არა ისინი ამბობდნენ რომ უნდა მოვკლათ ეს არის თუ თავადობის წარმოშობის ხარ თუ ესე ხარ და სიმბოლური ამბავიც იყო სიმბოლური პოლიტიკური იყო ძალიან მანიშნებელი რომ ილიას ყოლობაც ეს იყო როცა ერთმა ჩატეხილი ხიდის თეორია იყო დაწერა რა დროს მარქსიზმი დამოიმეჟე ანუ ჩატეხილი აი კარგი გაიხსენე ჩატეხილი ხიდი უხეშად რო თქვა ეს ფაქტურად იმ მოთხრობაში ჩვენი მოთხრობაში ეს პუბლიცისტური ნაწილია
ხო და ჩატეხილი ხიდი, რომელიც აქ თქვენს, არა, ჩატეხილს უნდა მივადგეთ და უნდა მეორე მხარე უნდა დავხრიტოთ ეს გლობალისტები და უნდა მოვაშოროთ ესე იგი აქედან, ხო და მე შეარიყოთ, ხო და ილიამუდა რომ ჩვენ უნდა შევერთდეთ, იმიტომ რომ საერთო თემა ეს არ იყო მარტო საქართველოში, მთელ სოფლიოში ესე იყო გავრცელებული და ღრმად იყვნენ რომ რუსი პროლეტარი და ინგლისელი პროლეტარი და ეს პროლეტარი და პროლეტარება ყველა ქვეყნისა შეერთი. რამიშობა დღეს ლიბერალებო ყველა ქვეყნისა შეერთდით არის თუ არა და ამის ნაწილი უნდა. აი დღეს მსგავსი პროცესი ხდება. ანუ თავისი მასშტაბურობას გულისხმობს. გასაკვირველია. აი ესეთი ეს უპირისპირდება ერთნი ხედავენ პირდაპირ ვილაპარაკოთ ამის და არ არის აფერი რომ საქართველოს ისტორიაში რომ გადავხედოთ ხშირად იყო რომ ვიღაცა ცდილობდა ეს ყოველთვის იყო და ქვეყანა მოვიდა რომ არა ჩვენ უნდა ვიყოთ ცალკე ავტონომისტები და ვიღაცა ცდილობდა რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დიდი რაღაცის ნაწილი, დიდი პროცესის. ეხლა არ ცუძე და კარგი, აი დიდი ირანის ნაწილი უნდა ვიყოთ, დიდი რუსეთის ნაწილი უნდა ვიყოთ. ამიტომ ვლაპარაკობთ რომ სტალინი ესე უნდა შეხედო, სტალინი და ეს ბოლშევიკი რო უყურებდნენ საქართველოს როლს დიდ იმ ოკეანეში, რაც გინა ზღვა და არ ქვან, აი იქ უნდა ვიყოთ. და ამიტომ ზეჩლუეთიდან ამოდიოდა, სხვა შეიძლება ზეჩლუეთიდან შევარდეთ სარუთქოს, ეს მანამდეც იყო. საქართველოს ეს ამბავი ესე კი არ იყო, რომ ბრიტანელების იყო, ესე ხედავდნენ, რომ არა, ჩვენ იქ უნდა ვიყოთ. ამიტომ იყვნენ ქართველები, რომელიც საქართველოს ბედს ძალიან კარგად ხედავდნენ ირანში. და მომდი რომ აი ირანის იმპერიის ნაწილი უნდა ვიყოთ და მთელი ამბავი და აქ ბედნიერება, წარმატება და ისინი ხელს უწყობდნენ თქვენ აქ იქნებით და სულ კაი თანამდებობები და ამბავი და ახლა თავისთავად რასერჩი ირანის კულტურას. ესე იყო ოსმალეთი, ხა ჩვენ ფიჯის კუნძულებთან არ ქონია კავშირი და ეგეთი თემა იყო. ეხლაც და მეორე ნაწილია რომ ჩვენ თავს ვიხედოთ თავს. ამისი ბევრი ის იყო, მაგრამ ადამიანი არის ხო სიმბოლო ხოლმე, ამისი ყველაზე მეტად პოლიტიკური ფორმულირება ჩვენ ადრეც იყო კი ბატონო დავით აღმაშენებელის, მაგრამ აი ახლაც რაც მოვიდა ეს ილია ჭავჭავაც. ილია გზა საბოლოო ჯამში ეს არის. ის მამული ედა და სარწმუნოება რამაც უნდა შეკრას ეს ხალხი დამოსულ ჩვენ ყველას პატივსვემ და ეგ არის ვაჟა და აი კოსურ ამომდნენ კი ბატონო კოსმოდარე მე ჩემი უნდა ვიცოდე და ჩემი ინტერესებით უნდა ვიოქმედო. საბოლოო ჯამში ეს მიდის იმ ცნობილ გამონათქვამამდე რაც ასევე ჩერჩილს კი არ ეკუთვნის და მანამდე ეკუთვნის და ალბათ მანამდე მოდის რომ ბრიტანეთს არ აყავს მარადიული მეგობრები, არამედ აქვს მარადიული ინტერესი. ანუ ეს კი არ ნიშნავს რომ მას მეგობრები არ აყავს. რასაკვირველია მეგობრები ყავს და მეგობრობაზე ხელისკურა კი არა, ამას რომ პირველი არის ჩემი ინტერესები. აი როგორ სუეს ტკივილია საქართველოს დადა ორბელიანი ამბობს დადადგეს ერა სხვა ერთა შორის სულ აი ჩვენი ამბავი. რაღაცეები არის ჩვენი მიხედული. ეს არის სიმღერა არის, ეს არის საჭმელი ეს არის გასარ მოკლედ მე ჩემი რაღაცა წესები მაქვს აქ ვიტოვებ რომ ყველაფერს ამას ვითვალისწინებ. ასე გახდა საქართველოს დიდი ქრისტიანული კულტურის ნაწილი სხვადასხვა ბევრად ადრე ეს არც სიამაყის საგანი არ არის, მაგრამ არც დამცირების ვიდრე დღეს ჩვენ ესე ვთქვა ჩვენს გეოპოლიტიკურ იმაზე რომ მსჯელობენ ვიდრე ის ერები გამოჩნდებოდნენ სოფლიო ასპარეზზე სხვადასხვა ეს ჩვენ ხშირად უნდა ვთქვათ რომ თვითონ ევროპა და აზია ეს გამოთქვა როცა ბერძნობა ბერძნება და შემდეგ რომელმა სამ ნაწილად გაყვეს სოფლიო პირველს მათ გეოპოლიტიკური იმის გარეშე დაყვეს უბრალოდ მოსახერხებლობისთვის რომ დაყვეს ეს იყო ევროპა, აზია და ლიბია. ლიბია იყო ნილოსის დასავლეთით აფრიკას რასაც ეძახდნენ, აზია იყო ნილოსიდან სადამდე რიონამდე და ევროპა იყო რიონიდან ზემოთ, ანუ საზღვარი ევროპისა და აზიისა გადიოდა რიონზე. აგერ პირდაპირ დღესაც ეგრეა პრაქტიკულად ესეა ხო და ამ დროს შეობად როცა ეს დაიყო და ეს არც საამაყო თემა არ იყო და არც დასამცირებელი საქართველოს ევროპას იყო და აზიას მაგრამ ისევე შევამ რომ ბევრი კი არა უმრავლესობა ევროპის ქვეყანისა არც ამ სახით არსებობდა და არც ჩანასახით მდგომარეობაში ესე კითხვა აი დღეს მიდის აი ეს და საქართველოს დღეს რო იკითხე რატომ მოითქვა ფეხი სული მოითქვა რომ იტყვიან და როგორ გაგრძელდება დროც იხელთა და ეხლა არის მაქსიმალურად დამოუკიდებელ ვითარებაში რაც სხვათა შორის გაოცებას იწვევს გარედან იმიტომ რომ ამას მიჩვეულები არ იყვნენ და გაოცებას იწვევს შიგნიდანაც მე უყურებ რომ აი ეს გლობალისტები მე ჩემ ხედვას ვამბობ მარტო უყურებ ხოლმე არიან ამ სიტუაციაში ამათ რომელსაც ძალაუფლება უნდათ და ნუ იმას გაყიდიან ახლა რო იტყვიან გამოთქვაში ხო მშობელმა ამას გაყიდიან ახლა ძალაუფლებისთვის ეს ცალკე კატეგორიაა მაგრამ არიან რომელთაც
უბრალოდ ესე აქვს წარმოდგენილი, რომ პროლეტარები ჩვენ უნდა შევერთდეთ და მსოფლიო ლიბერალურ სივრცეში უნდა ვიყოთ და რასაც გვეტყვიან ეს არის აქ უნდა ჩაანაცვლო პროლეტარის ნაცვლად LGBT უნდა ჩასულიყო. ეს ყველა მოკლედ რასაც ისინი იტყვიან, ესე არის. გლობალური პროექტი ეს არის. მეორე ნაწილს უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, ამა ნიჰილისტია დამოუკიდებლობისგან დამოსო ჩვენ ამან როგორ ვიქნებით სიტუაცია. აი რა ეს როგორ შეიძლება იყოს. ამიტომ არის აი სხვათა შორის უყურებ ხოლმე და ნიჰილიზმი არის დათხენილი სიტუაცია სად არის, მაგრამ აი როგორ არის, აი ეს კლავს, აი რა უბედურება არის, აი ამასობაში არ არის აქ ესეთი უბედურება. ბედინ სოფლიოს დღევანდელ სოფლიოში საქართველოს არ არის ყველაზე ცუდი საცხოვრებელი და ყველაზე არაკომფორტული. მე რბილად ვამბობ ამას. მეტიც ძალიან ბევრზეა და მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს და მათ შორის ჩვენ ამ სიტუაციაში აი აქ კი მართლაც მედია ცოდავს ამ პრობლემების გამო და ყველაფერში ჩვენ გარვაჩვენებთ რამდენად პრობლემატურია მთელი რიგი რაღაცები, რაც ის გონია რომ დეპორტაცია ხდება ქართველების აი განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში. იმის გამო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ის რომ თქვენი უსაფრთხოების რეიტინგი ბევრად აღებატება ჩვენი ქვეყნის რეიტინგს და საუბარი იგივე ირლანდიაზე, იგივე სკანდინავიის ქვეყნებზე, სადაც ნორვეგია ჯერ არ შეეხო, მაგრამ დანიას და შვედეთს უკვე დაეთყო რომ პრაქტიკულად ალბანური დაჯგუფება, ერთი მეორე რაღაცა კოსოვარების ეს ვიცით რომ ქალაქებში ვერ შედიან და ქუჩაში აღარაფერი აღარ ვთქვათ, ესე იგი რომ მე ამის შეიძლება იუმორისტულია და თუმცა საფრანგეთში სადაც ესე იგი მიდიხარ ქუჩაში და ქუჩაში ცხოვრობს ხალხი რა რეალურად გაჭირებული მათხოვარი სიტყვა რო არ ვიხმაროთ ხო პოლიტკორექტულობა დავით ქალაქებში პარიზში სასტუმრო და განხვალ გული შეგიღონდება თოიმასთან წევს იატაკზე წევს ხო და როც მეუბნება ჩვენაც თუ რომ ესო იქაური კულტურას ნაწილიაო ესო და რო იტყვე რუსები ნიშევისებია რა კულტურა როდის გახდა ხო კულტურა კულტურის ნაწილი ყოფილა 30 წელი ხო არის 20 წლის წინ არის ხო მაგრამ ეს იქ არის თუ და რაც შოთან ჯვარი უცა ეხლა რატო ეხლა აკრძალვაზე რო დაიწყო მოკლედ აქ ესეთი არის მოკლედ ერთი პარტია გარწული პარტიები ბუნებრივია ამას იმიტომ კი არა რომ შეიძლება აი ყველაზე რბილად ვთქვა თავისიანებია და გარედან ხელშეწყობილი თემა არის აი და ხე საინტერესო ამბავი მოხდა გადატრიალებასთან დაკავშირებით რო იყო ხო შეიძლება ჩვენ ეს სიტყვა კიდე გამოვიყენოთ ხო გადატრიალება რაც მოხდა 4-ში მცდელობასთან და ფაქტობრივად ეს სიტყვა არავინ არ თქვა და არავინ არ დაგმო იმიტომ რომ ეს იყო გარკვეულად წაქეზებული იმიტომ აი ხო მარტივი სიტყვა ოპერეტული გადატრიალება იყო ეს ხო და მე იქ და მოგონილი მოგონილი ის რა ქვია გენიალური ეს არის რაღაცას მე პირობიდან გძნობდი ამ სიტუაციას რომ რაღაც ეგეთი მოხდებოდა იმიტომ რომ როცა ჩაფლავდებოდა გამიჯნას უყურებდი და არც მჯეროდა რომ რამე გამოვიდოდა ჩვენ საუბრობთ ამის შესახებ მაგრამ როდესაც ეს ყოფილი პრეზიდენტიო გამოვიდა რომ გაემიჯნა ხო მე და თანდათან მე მეორე დღეს მესამედრე ეცერ არის პირდაპირ თქვა მედია გაემიჯდა რომელიც ესე იგი იმ ადამიანებმა ვინც შეშამოზიდეს პირობითად ვამბობ ხო არა ნავთი მოიტანეს მე დაასხეს მე ხალხს დაუძახეს და უთხრეს რომ ეხლა აგერო ნანადირებით მოვალ და დაუკლავთ და უცებ ყველამ და ბოლოს ვიც ესე თქვა ასანთი ვიცეს ხელში და ვინც გაკრა ხელი თქვენს რომ ესო მაგრამ ეხლა რაც საინტერესო სიტუაცია ეგ არის პროვოკატორი მაშინ მე დაუსრე ბოლნედებს რომ ადრეს დავწერე და პატაბურჯულაძეს გვაქვს ჩვენ ახლა ტრადიცია რომ ციხეში რო კაცი დანდობით თქვენ მას არ ელოდება კარგი დღე არ ელოდება მისიანებისაგან იმიტომ რომ სულ ეს სიტყვა რაცაც ესე რაც თქვენ ახლა ახსენეთ რა ზერო იწყება ის ამას ცოტა ხანში აიკიდებს იმიტომ რომ იქ ისეთი თემა ჩდება რომ ის რასაც აბრალებენ რომ ეს ვიღაცა მოაწყო მათ გარეშე არ გამოვა იმ რამოდენიმე ადამიანის გარეშე უბრალოდ არ გამოვა ამ ადამიანების გარეშე და იქ სხვაიშოც მე უყურე ერთ ტელევიზიას როგორ გამოყადობ მდგომარეობიდან რომ ეკითხება ალბათ თქვენ არ იცნობდით იმას არა ყველას ვიცნობდიო და იმიტომ რომ იქ უნდა სიტუაცია უნდა იყოს რომ სულ ყველამ უნდა ხელი დაიბანოს ამაში რატო და მე გეგონება მანამდე არ იყო მოწოდებები გადატრიალებისკენ ან ეხლა აღარ არის გადატრიალებისკენ კაი თქვათ იქ ახლა ხო შეიქმნა თავისუფლების მანამდე მე უყურებდი სადო ტექნიკური მთავრობა რო იქნებოდა ტექნიკური მთავრობა
იყო არც მეტი და არც ნაკლები გადატრიალების ამბავი. უნდა გითხრათ, რომ იმ ვაი კონსტიტუციურობისგან გასხვავებით, რომელიც მოიღერებენ ხომ ხელს და ტელევიზორში რო საუბრობენ და უკან რადგას ტექნიკური მთავრობა არსად არ ნიშნავს იმას, რაც შინაარსით საქართველოში. ტექნიკური მთავრობა ნიშნავს ხოლმე არის ჩრდილოვანი კაბინეტი. ჩრდილოვანი კაბინეტი ანდა ახალ არჩევნებამდე ისევ პარლამენტის მიერ დამტკიცებული და აქ შინაარსი ჩაიდო, რომ არა მე რომ მოვიგონე ჩემი თავი, ხლა აქ რო ვარ სამი ადამიანი რომ მოვიგონოთ ეს რა ქვია, რომ აი ჩვენა ვართ ხლა გადავწყვეტეთ რომ ლეგიტიმურები ვართ, იმიტომ რომ ვართ. და სრულიად საკმაოდ და ნახე რა არის არგუმენტები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ლეგიტიმურები, იმიტომ რომ ჩვენ ლეგიტიმურები ვართ და რატომ? იმიტომ რომ ესენი არ არის ლეგიტიმურები, ეს ხო ყველა მიცის. და ფრაზას პირველ შემთხვევაში ამობენ რომ ეს უკვე ყველა დამტკიცდაო რომ ეგეთი ამბავია რომ ეხო ღობე გადახერხილია და მთელია. ამის შემდეგ ჩვენ ნიშნავთ რაღაც თავრობას, ეს არის გადატრიალება, მინდა არაფერი. ამაზე უარის ის არის კაცო, ის გვახარიასთვის, საქართველოსთვის. რომ ხო შევიდნენ და რას ამობენ რომ მარტო ჩემს ჟურნალისტი ხო ეკითხება რომ კი მაგრამ არ ლეგიტიმურ იმაზე როგორ შედიხართ არაო ჩვენ ლეგიტიმურები ვართ ხო ისინი არ არიან რეალისტი ეს ახლა ნახე ჩვენი ლეგიტიმურობით პარტიებსაც კი რომლებაც ახლა მოუხვიეს ახლა შეცდომა რო თქვა როგორ არის იცი როგორც რაღაც აი ძიმე რამაცას გეტყვი რაღაც შარვალი შემოვა მოდაში კაბა შემოვა მოდაში ცოტა ისეთად შემოვიდა ეს არჩევნები და რომ მოდი არჩევნების არ ცნობი კარგი ტიპი ვარ აი ეგეთი სიტუაცია აი სხვაჯერს გამოთქვაც იყო ჩვენ ნამდვილი ოპოზიციონერი ეს რაღაცა ხიბლში იყო და ეს ლენინის სიტყვები არის თუ არ ვცდები რა საკმაოწილოსენი ეს მეტნაკლებად ყველა პარტიამ გაიარა მოდი მაინც არ ავცნობ არჩევნებს მე ვცნობ ხო გავსოთ აი წინ არჩევნებიც როგორ იყო მაგრამ მე თანათან მოვიდა ეხლა ესეც ეგეთია პარლამენტში კი შევალ მაგრამ არალეგიტიმური ვარ და მან არის ერთი საკითხი რომ თქვა ალბათ რაღაცა კანონი ხო იქნება რაღაცა კანონი აი მაგალითად ესეც თასაც ჩავატარებდი რომ საპარლამენტო შემოქმედებაში ჩართვა როგორც ნიშნავს რომ ახარიას პარტიამაც უნდა შეიტანოს რაღაც კანონების ცვლილება კანონი და ეს რომ მიიღოს პარლამენტმა ხო შეიძლება რომ მიიღოს რაღაც კანონი აი რაღაცა ძალიან კარგი კანონი არა რა თუ ამას კანონის მიღება შედიხარ პარლამენტში ლეგიტიმურობას ეს ხო მარაზმია ხა ისინი რასაც ჩვენ თუ ავყევით ამ პათოლოგიურ მარაზმატიკულ დეგენერატულ ლოგიკას ჩვენც მოხვდებით იქ ამათმა ხო შექმნეს ეს თავისი ვირტუალური რეალობა და ტენიან ამ რეალობას და ვერ ხედავენ რა ხდება აი მაგალითად როგორ უნდა თქვა რომ საქართველოში შეხედეთ ეკონომიკა არის დანგრეული სად არის დანგრეული საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეს ხო არ არის ნაციონალისტების კონსერვატორების დაფუძნებული ორგანიზაცია სავალუტო ფონდი სავალუტო ფონდის ლადო პაპავა მოყვა ჩვენს გადაცემაში ერთ-ერთი გადაცემაში და ძალიან სიყვაი ძალიან მაგარი აი ეს გვაკეთე ესე იგი იჯდა მისი მეგობარი ესწრებოდა სხდომას რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას მოხსენებას აკეთებდა ერთ-ერთი კოორდინატორი ამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ესე იგი ნუ აი საქართველო არის სამაგალითო არის ერთ-ერთი ყველაზე მაკროეკონომიკურად მოწესრიგებული ბიუჯეტი სტატისტიკა არის, გადასახადის ზრდის ტემპები, პროგნოზიც არის და მოკლედ და ეს ჩვენი ყოფილი, ჩვენი არა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დეგნანი. იქვე დარბაზში დაიწყო ჩხუბი, პოლემიკა კი არა. ამას როგორ კადროა, ამას როგორ ამბობ, არ არისო ეგრეო, მე იქვე ვიყავ, გაოგონდა ის კაცი და ამბობდა რომ სტატისტიკის ბიუროს მაღალ სტანდარტებს აყვაყობ. მათივე სტანდარტებით როა შედგენილი. აბსოლუტურად და ამდენად აბსოლუტურად არიან საფუძველი არ გვაქვს, არ ვენდოთ ამ ინფორმაციას და ესენიც ამ პარადიგმაში არიან რა. რომ აი ყველაფერი არის აქ თურმე ეს ყველაზე მაღალი ზრდის ტემპია მსოფლიოში. იმის გათვალისწინებით რომ შენ არ გაქვს არც ნავთობი, არც გაზი. და ხარ იქ რაღაცა 20% არის ოკუპირებული. აი რატო იყო ეს საინტერესო სუსპენდები და რომ ეს როგორი ორგანიზაციაა ეხა შეწყვეტ-ჩახედული. ამათ ეხა ჩვენ აქ პოლიტიკური ყბედობა საერთოდ არ აინტერესებთ, ეგერ უკავია ჩოთქი უკავია ხესო თქვა და ესე იგი ურტყავს აქ მარტო ციფრებში არიან ესე იგი არც კეთილია და არც ბოროტია. ინსტრუმენტი აი ზომავს. აი ვინ არის ტექნიკური თავრობა აი ზის აქ ზომავს ფული დაცგენაილად 5-10-ია იმას ყურამ ცუდია კარგია პროგნოზი არისო რომ
რაღაცა 5 წლის შემდეგ ხო ესო დაიკლებს ესეთი ტემპი არ იქნება, მაგრამ ისიც ძალიან მაღალია 5-6%-ზე ჩაბმულობა, მაგრამ ისიც ძალიან მაღალია, რაც დღეს ეხლა ეს პირველი ერთ-ერთი მაჩვენებელია. შენი მდგომარეობა არ შეიძლება არ შეაფასო. ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არის გამზომი, შენ რამდენად სწორად ცხოვრობ, ხო? აი მაგალითად წელს უკვე 6%-ით გაუსწარით ტურისტული ნაკადის მიხედვით. ბატონო. მიუხედავად ამისა, რომ აი ეს პერმანენტული ის რომ რუსთაველის გამზირი იკეტება მთავარი მაგისტრალი ქალაქის, სადაც არის უამრავი რესტორანი, კაფე, სასტუმრო, კერძო, რა ვიცი და ასე შემდეგ და აი გავრილოვის ღამეს ხო? აი იმ წელს, იმ თვეს, როდესაც ეს მოხდა, საქართველოს იღებდა 9%-იან ნიშნულს. და ჩამოაკლდა პროცენტი ნახევარი რა წლის ბოლომდე. და ამ სტრესში ქვეყანას ამყოფებ მუდმივად უკვე განსაკუთრებით ინტენსიურად, როდესაც მუდმივ ბოიკოტირების რეჟიმში ხარ, ხო? რეჟიმს უცხადებ. 5 წლის განმავლობაში. გავაგზავნეთ, ეს გაძლევს საშუალებას ეს არის შენი პლატფორმა, ბაზისი, საფუძველი, უბრალოდ იქნება, რაც გაძლევს შენ დამოუკიდებელი ქმედებების მას, იმიტომ რომ შენ რო იყო ჩამოკიდებული ისე ფინანსურად და იმას ელოდებოდი ზეთს, როდის გამომიგზავნიან და მარილსო და წყალს როდის გამომიგზავნიან, ცხადი ამას ვერ მიიღებდი. შენ უკვე რო იყვიან ამაში უკვე ცოტა კი არა, მაგრად დადექი. იქ ზები გადაის ამბავი და ახლა ეს ხო ჩვენთან არაპოპულარული არის სხვადასხვა ერთ კუთხეში ვიტყვეს ეს შევახლოვებულად. კი მაგრამ მოთხარი ეგეთი რაღაცა ხდება ტურიზმი და აქ მაინც რატო წუწუნით ყარო ბარაკა მიდისო ხდი ეს გვაქვს ხოლმე ზოგჯერ ცოტა ესე ბარაკა რო არ წავიდეს მაგრამ რეალურად ახლა ის რომ ყოველ დღიურად აქ ქვეყანა უმჯობესდება და ბუნებრივი ამაზე მიდის ახლა იმიტომ რომ რაც უფრო შენ დამოუკიდებლად მოქმედებ მით უფრო ნაკლებ ემორჩილები არა და ვა რაღაცასაც ხო ლაპარაკობთ ხო შეუძლებელი ამის არ დანახვა ანუ ხო მაგრამ შენი დარწმუნება უნდა თუ არ არის მაგრამ რატო ეხლა რატო უნდა ეს კი არა შენ იმიტომ რომ შენ ამ გეოპოლიტიკურ არეალს ბევრჯერ გვისაუბრია და აკას ბევრჯერ უსაუბრია ამას დიდი ფასი აქვს და შენ თუ დაგარწმუნებენ და ამას იქნები რომ და გაუფასურდები შენი ეხლა ჩვენ პამიდორს რა ფასად ვიყიდით ეხლა მაგადამი ამას დიდი მნიშვნელობა არავის არ აქვს მაგრამ აქ როგორ გაივლის ეგ მარშრუტი და რა ფულს გადაიხდია დაბაზებიდი საუბარი როცა დიდი გეოპოლიტიკური სივრცეები ვაჭრობენ ერთმანეთთან, ხო? ეს არის ჩინეთი, აღმოსავლეთი, ევროპა, ამერიკა. აქ მთელ ამ ამბავში. ამიტომ ბუნებრივია შენ თუ ეხლა იქნები ადამიანი, რომელიც იქნები რომ მე რა ბედნიერი ვარ, 2 ბოთლის ზეთი გამომიგზავნეს და უი რა მაგარი ვარ, არა ეგეთი სიტუაცია. ან და ვიქნებით იმ მდგომარეობაში ადამიანებისა, რომლებიც თავის ოქრო მოქონდათ და შუშის ბძივებში უცვლდნენ ხოლმე, ხო? გები რომ ჩამოვიდა კეთილ იმეებს. ახლა ამ მდგომარეობაში თუ ჩავდგეთ, რასაკვირველი ეს შენ არ გაწყობს ვიღაცებს ეს არ აწყობთ ამ სიტუაცია, მაგრამ უკვე უნდა გავიდეს რომ ჩვენც მიიღებენ რომ უკვე თანაბარ საუბრებით. აი ეს პროცესი მიდის საბრძოლად. ეხლა ამ პარტიების თემა რა არის რომ ხო გეუბნები მე ესე უყურებ ამას რომ რაც ვიცნობ ყველა ერთია ძალაუფლებისადმი ტოლვა რევოლუცია რატო არის აჩვენებული. იმიტომ რომ არჩევნების გზით მოდეს პირდაპირ ვლაპარაკოთ აჩვენა პერსპექტივა რომ ან არ არის პერსპექტივა ძალაუფლებაში მოსვლის არ არის. ამიტომ რჩება არჩევნები, ისა რევოლუციის გზა და გარედან ლეგიტიმაციის მიღება. და შინ რეპრესიები. ეს აუცილებელი ამბავია, იმიტომ რომ როცა მოდიხარ უმცირესობით ეს იყო. ეს სხვადასხვა წინა რეჟიმსაც ჰქონდა, იმიტომ იყო ეს რეპრესიები არ იყო ციხის უფროსებში, რომ იმიტომ დანიშნეს მანიაკები, თორე მანიაკების გამო კი არ იყო. ამ რეპრესიების გარეშე შეუძლებელი იყო ამ ყველაფერს ბოლშევიკების ამბავის ეგრე არ იყო. ეს თორე თავის დებითაც ეს იქნებოდა, ხო? ნუ აი როგორც არჩევნები წააგეს. რომ მოდიოდა ხა შედის რჯული რატო მიდია რეპრესიები, რჯული რატო უნდა შეგეცვალა, რომ ეს იყო გარანტია, რომ იბიჭკუაზე გადასულიყავი. აქაც მიდის რჯული შეცვლაზე არის რეალურად რომ ვისაუბროთ, თორე მაგალითად არც იგივე სექსუალური თემა რო ამის აღიარებაზეა საუბარი. ერთ დეტალს გეტყვით. ამის საჯაროდ აღიარებაზე, თორე საქართველოში, სოფლიოში და გვატემალაში და ვისაც უნდა ამას ჩვენურად ახერხებდა ჩვენურად არც არავინ არ ჩაგრავდა საქართველოში ხო ცხოვრობდა. რა საქართველოში რა არ ახერხებდა. სხვა შორის ახლა ფილმს ავთარებ და იქ მაგარი ამბავია. მე-6 საუკუნეა და ცესთაყვანის იგივე ზუსტად იგივე მიზეზებით მოდის, თორე თავისთავად ძალიან დიდი და საინტერესო რელიგია იყო ზოროასტრიზმი. შენ გაიძულებდნენ ზოროასტრის მიღებას. ქართველები არ იღებენ და იბრძვიან. ზოროასტრიზმში ხარ არის ერთ-ერთი მთავარი
ერთ-ერთი მთავარი რიტუალური საკითხია, რომ მიცვალებული არ უნდა დაიმარხოს. ამას თავისი ამბავი აქვს. აი, რომ განთავისუფლდეს სული და რაღაცა. ეხლა ეს ქართველების იყო შემზარავი სიტუაცია. და კატეგორიულად მოთხოვე ახლა ეთყობა იქაც იყო ესეთი ამ სხვა გზა აღარ არის, აი მივიღებ, აი რაღაცნაირად როგორ დღეს არის, აბა ბატონო, აბა ხელშეკრულება ჩამოვალ კონფერენციაზე ზოროასტრე ძვინას დავესწრე, მაგრამ ჩუმად დარჩები ქრისტიანი. არა უთხრეს. აი კუდრები და მაგ მოაწერე და კუდრები დაყარეთო დაბების გარეთო და აქ ატყდა დიდი აჯანყებები აქეთ და სამაგერლოში დიდი აჯანყები. აი ეს ვეღარ აი ესეთი ამბები არის. ეს აქტი სიამდვილეში რო არის, რატო ახლა აქტზე, რატო ატყდა ამბავი? არა, საჯარო აი ეგ დამიდე აქტი, ვომიც აი ეს არის. მთელი ამბავი. ანუ სიამდვილეში გეოპოლიტიკა არ იცვლება, არც რამე ესეთი არის და აი ამაზე ვტრიალებ, რეალურად. აი აღიარებ, თორე ძალიან ხშირად იყოს, აი მეფე რატო არ ედობოდა ხოლმე, ჩვენი მეფეებიც მიიღებდნენ ხოლმე. სხვა გზა არ ქონდათ, აიძულებდნენ, მაგრამ მე მოუკლავთ და გულზე ჯვარი ქონებიათ. არაო, აი ეხლა აქ მოდით დადასტურებაზე, რომ არ არის ეგრეთ შეო ბატონო. ამიტომ შედახა რაღაცებს აწვევი, ამიტომ არის და ხელს დავაკვირდეთ და გადავიდა. ეს პაროლები რომ უცებ ვიღაცა გაივლის და გამოივლის და ერეკლეს შეაგინებს. მე აღმოჩნდება რომ ამის ძირები საიდანღაც მოდის. ვიღაცა გეუბნება რომ ქვევში ჩაგიფსამ. ხო, ვიღაცა ღვინო, ეს ხო რიტუალური რაღაცებია, იქ რაღაცნაირად არის ეკლესიასთან დამოკიდებული. იქ არის ეროვნულ სიწმინდებთან, რომელიც გარეშე არც ერთი ერი და არც კაცობრიობა არ არსებობს, ხო? ადამიანები დგინდება წინაპარზე მოვლით და მაშვებიან, რომ ნეანდერტალელსაც იმით ადგენენ, რომ თავის წინაპრების პატივისცემა ქონდათ, ესე იგი ადამიანი ყოფილა და საპიენსი ყოფილა. ადამიანი ესე ვერ იქნები, რომ დღეს გავჩდი და მარტო მე ვარ ამ ქვეყანაზე და როგორც ახლა იტყვია ხოლმე, ეგ შენი პრობლემაა, ყველას გამოუცხადებ. ადამიანი და ეხლა უკანასკნელი ერთ-ერთი გენეტიკოსების მიგნებები რაც არის, ეს ჰომო ნეანდერტალისი თავის გონივრული შესაძლებლობებით არაფრით ჩამოშებოდა აღემატებოდა ჰომო საპიენს. გახსოვთ თქვენ კამპანია რო აკეთეს. ფიზიკურად უფრო ძლიერი იყო. ერთადერთი ევოლუციაში რამაც ხელი შეუშალა სხვადასხვა ფაქტორებთან არის ის, რომ ჰომო საპიენსი იყო ბევრად უფრო აგრესიული. და აი ამის ხარჯზე მოხდა ის რომ აი მაგალითად რიტუალური ქმედებაა, აი დაგვიდი, ეს ხო რელიგიურში არიან გადავართილები. რელიგიურ ქმედება. აი ეს ისინი აპრილში ხო და ნახე რომ აი თავის რიტუალი მაგალითად ვატყდა და როგორც სიჩუე ამ ზოროასტრისტებს შევარყო. სიჩუე ნახე ჩამოვარდა ჩაფურთხებაზე. ეს ამბავი. არ დამილები გამოიყო. ხო იყო წმინდა რაღაც აი როგორც ჭას რო არ ეხებიან და რაღაცა ეს იყო რა. ჩაფურთხება და ნახე როგორი დიდი უნდობლობის დათესვა შევიდა. ეს არ იყო მათ ტვინში მოფიქრებული. ეს კამპანია იყო, ნახე როგორ იყო, აი ამას ეს თუ შეიძლება ითქვას პოლიტიკური მოძრაობა ზოგი შეუერთდა აქტიურად და ზოგი შეუერთდა პასიურად. ხო ესეთი სიტუაცია. ნახე ეს იყო გარედან ჩაფიქრება. აი მაგალითად ესეთი თემა, რომელსაც ჩვენ თანდათან ესე შევეგუეთ და თქმელებიც კი არიაზრებენ. ეს დადი ქუჩაში და რუსოს ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ხო, დიდი ხანია. უბრალოდ ეხლა ნახეთ რა ხდება. 2008 წელს, როდესაც რუსეთი შემოიჭრა აქეთ. თქვენ მსგავსი რუსოფობია გახსოვთ? ხარო, მე მახსოვს საზღვარზე რომ მოზამბიკო. ხო, ის რო ურიგებდა და რუსულად რო ელაპარაკებოდა და ტურისტებს რო ეპატიჟებოდა. რა მოხდა ახლა? ანუ ქართველებს უკრაინა, იმათ ვინც უკრაინული დროშები და იქ თელ ისტერიკაში ჩავარდა. უკრაინა უფრო უყვართ ვიდრე საკუთარი ქვეყანა. აი, ნუ რა მოხდა ამ რამდენი წელი გავიდა? არა, ეს ვიდა ცოტა გავაკეთე. ახლა ცოტა მე არა, მაგრამ როცა დაიწყო ეს კიდე ახლა ჩაქრა, თორე მე დასაწყისში გეოვნები 22 წელს. ეს იყო სამი წელი. და კიდე ამასთან დაკავშირებით რა მინდა ვთქვა, რომ ეს რუსო და ეს რუსი ხარ და ეს არის ეს ფაშიზმი, ამ იდიოტებმა რო იცოდნენ. ერთ-ერთი მსახიობის წერილი წავიკითხე, თვალს ვერ უჯერებდი, ესე იგი, ესეთი იდიოტიზმის იქ რაც იყო გამოთქმული, ანუ მთლიანად იყო რასისტული ტექსტი, და თან იქვე წერდა რაღაც ევროპულ ღირებულებებზე რა, აქაც ოქსიმორონია. მაგრამ აი ეს ვასიკო ლაპარაკობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის აი ეს სიძულვილის დათესვა, რაც აი ამ ბანაკიდან ხდება რა, განსაკუთრებული ინტენსივობით. და თითქოს და ლეგიტიმურია.
ესეც ეფუძნება აი ამ დოქტრინას. პოლიტიკის ნაწილია ეს აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, ეს დოქტრინის ნაწილიც არის, იმიტომ რომ მე, როდესაც შენ რაღაცას გეძახი, ეს არის თავისუფლების თვით გამოხატვა და როდესაც ფიზიკურად მეხევი თუ რაღაცა, ეს არის დანაშაული. აი რატომ ვითომ? როდესაც დამტკიცებულია ესეც, რომ შეურაცხყოფა, აი ეს ბულინგი, ვერბალური აგრესია ცვლის სისხლის ბიოქიმიას, აჩენს უამრავ დაავადებას. იმუნოსისტემაზე მოქმედებს, გენების აბერებას, გულის სიძაღლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი დაავადებას იწვევს აი ეს სტრესული მდგომარეობა. აი და დასავლეთშიც უკვე ამაზე დაფიქრდნენ, მათ შორის ლიბერალურ დასავლეთში და უკვე დაიწყეს საუბრები, რომ ეს hate speech-ია, რომ ეს არის კიბერდანაშაული, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებს. ბრიტანეთში პოსტები, გამოქვეყნებული პოსტების გამო, აი ამ მოტივით, რომ ეს არის სიძულვილის ენის დანერგვა, რეალური ისინი აქვს, ვლადები აქვთ, მიღებული და სასჯელს იხდიან. და ეს არა მხოლოდ ისა გერმანიაში იგივე ხდება, საფრანგეთში იგივე ხდება. აგერ ის კი არა დურავი დაიჭირეს. და კაცი ვერ ხვდება რატო, რისთვის? იმიტომ რომ არ მისცა თავისი კოდები იმისთვის რომ კონტროლი გაეწიათ, ესე იგი მოლდოვაში და რუმინეთში ჩატარებულ არჩევნებს. პირდაპირ დაწერა ეს პოსტი, ხო? და მე რატომ ვამბობ ამას? ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ურტყავს პირდაპირ ანადგურებს ჩვენს არქეტიპებს. აი ღვინოს რაც ვასიკო ლაპარაკობდა, საკრალურ რაღაცებს წერს როცა ეხები, ხო? მშობლები, თქვენი მშობლები არიან მონები. თქვენ ახალგაზრდები უშუალოდ გაემიჯნეთ მშობლებს. ღვინოში ის ვქენი, ამაში ეს ვქენი, რაღაცა ამის დედა ეს ზრდის აგრესიას, ამას ემატება ის, რომ სოციალურ ქსელებში ეს აგრესია კიდევ უფრო მატულობს და მე გადადის, მე ეს აუცილებლად მოახდენს ტრანსფორმირებას და ახდენს ტრანსფორმირებას, გადადის ეს იმაში, რა ეს ვირტუალური რაღაცა. ხო, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეიძლება დახატო რევოლუცია. აი ეს ჩააგდო იქ და დააჯერებ იმას რაღაც გარკვეულ ნაწილს, რომ რაღაცა ხდება რა 1000 კაცი უკვე ავტომატურად არის რევოლუციის ერთ-ერთი საწვავი, ძალიან ძლიერი. აი მაგაშია საქმე. ყველა მოდიოდა სიძულვილით. ნაცისტები მოვიდნენ სიძულვილით. აი ჰაინა არენტი არის ეგეთი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, რომელიც აღწერდა ამ პროცესს. მართალი ანტისემიტიზმის პირობებს, ანუ ტოტალიტარიზმს როცა სწავლობდა. სიძულვილით მოვიდნენ ბოლშევიკები, ზუსტად იგივე hate speech-ი იყო. ესენი უნდა გავანადგუროთ, გულები უნდა დახვრიტოთ, თავადები უნდა ისაუბროთ, როგორც კლასი გავანადგუროთ და ასე შემდეგ. ამდენად თუ ეს ხალხი ამდენს ვერ ხვდება, ნუ რაც პრობლემაა რა. პრობლემა არის სოციალური ის რომ ამ ეს ქვეყანა 15-20 წლის წინ ისეთ პირობებში იყო, რომ უბრალოდ ოჯახებს ვერ ვინარჩუნებდით, ხო? იყო სოციალურად უკიდურესად მძიმე ვითარება, ეს ბავშვები როგორც ცალკე იზრდებოდნენ, შოვლები თავისივით იყვნენ, ოჯახის გადარჩენითაც დაკავებულები და ბევრი მშობელი გადიოდა, ხა იცით ხო, ევროპაში სამუშაოდ. მოკლედ მთელი კომპლექსია პრობლემა, განათლების სისტემა მოშლილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ამ პროპაგანდის, ხელოვნური ინტელექტის ეს ვიცით ხო ეს დონაცია არ წყდება. ისევ მიიღეს 20 მილიონი $, არის გადანაწილებული რაღაც ორგანიზაციებს. ამდენად თუ თვით რეგულაცია ვერ ხდება საზოგადოებაში, მაშინ უნდა მიიღო გარკვეული რეგულაციები, რომ ეს არ გავრცელდეს როგორც მეტასტაზა. ამდენად ეს უკვე საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხია. როგორც არის მე ახალგაზრდობის ფსიქიკას იმაშובה მოქმედებს უსასტიკესა და ეს ალადობის აგრესია. როცა ცოდნა არა გაქვს. ხო, შენ ძალიან ადვილად იღებ ამ აგრესიას. გიორგი, აი რა მინდა გითხრა, ერთი თემა ჩამოვარდა და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. აი როგორ ხდება ისტორიისა და იდეოლოგიის აღრევა. ახლა როგორი პატრიოტული დაიწყო ხლა ახსენა გერმანიის ხო, ჰიტლერის პერიოდი. აი დაიწყეს იქ მონახეს ძველი მითები, ლეგენდები აღადგინეს ეს პატრიოტული სიტუაცია, ეს ყველაფერი როგორ ლამაზად
ჩანდა ზოტანის კულტი თელი ამბავი, მაგრამ შემდეგ გამოაცხადეს, რომ აი ჩვენ რო ბედნიერები ვიყოთ და პოლიტიკური კი არა, ებრაელები არიან წინააღმდეგ. შენ ებრაელები კი არიან, ყველა წინააღმდეგი არიან და სიძულვილი სინამდვილეში იყო, ეხლა როცა ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს საქართველოში ახლა ბავშვები არა ვართ, პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთი არის თუ ვიღაცა არის, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ერთი საკითხი. მაგრამ ეთნიკურ დადეგზე კაცობრიობა შეთანხმდა. წვალებით შეთანხმდა, მაგრამ ჯერ შეთანხმდა, აგერ მე-20 საუკუნეში შეთანხმდა, აი შენ მე უკვე დაბადებული ვიყავი, რომ შეთანხმდა, რომ რასობრივად, ძირითადად რომ შეთანხმდა, რომ რასობრივად ყველა ადამიანი თანასწორი ვართ. მე პერიოდში დავიბადე, ჯერ კიდე ზანგებს რო წყალს არ ასხმევდნენ, იქ სადაც თეთრებს უნდა დაელიათ და ავტობუსში ვერ ადიოდნენ. მაგრამ ეხლა შეთანხმდნენ ქალის და კაცის თანასწორობას და შეთანხმდნენ, რომ ეს არის დიდი სირცხული და გოიმობა, აღარაფერს არ გეუბნები ეთნიკურ თემებზე საუბრით. და ევროპამდე მსოფლიომ დიდი ფასი გადაიხადა სხვათა შორის ამ სიტუაციაში. როცა სხვათა შორის ამბობენ ხოლმე, რომ აი ევროპისკენ ერთი რაც არის და თუ ეხლა იმ ევროპას სხვა პერიოდიც ახსოვს, თუ მაგალითად ჰიტლერის ევროპისკენ მიდიან, ეს სხვა ევროპაში სულ იყო, მაგრამ ეხლა შეხედეთ ნაციონალიზმი და შოვინიზმი არის ევროპელების შექმნილი. არა, ეს ეხლა მოდი ესე ვთქვა. ეს საფრთხე როგორ არის? იაპონიაში იყო, ჩინეთში ეს ყველგან იყო. იაპონელებს ევროპელებისგან გადაგებული. მომისმინე, აი ეხლა შენ მეორე არ მოგივიდეს, კი არ გეკმათები რო იქ, მაგრამ აი ეხლა ამ ნიადაგზე ნახე რა არის და აი უყურებ საქართველოში რა ინერგება და რა უნდა ვიყოთ. ინერგება და ამას ეს რუსო პუტინო კი არა, რუსო არის. რუსო, ესე იგი რუსი არის ადამიანი და ჩდება სუფთა დაფაზე რო არის, ტაბულარეზე რო არის, ახალგაზრდა და ეს რო არის, რომ ინერგება რო ეს არის ეთნიკური სიტუაცია. ამის შემდეგ არის ამას ეს მარტო ვერ გაჩერდება. ჩვენ რატო? იმიტომ რომ ჩვენ აი ძველად იყო. და მაგალითად მე გაგახსენებთ მაგალითად არგუმენტებს. პრემიერი უნდა ჩასულიყო, თუ არ უნდა ჩასულიყო ირანში, ეს პოლიტიკური კამათის საკითხი უნდა იყოს. მაგრამ ჩვენთან როგორი არგუმენტები იყო? ირანში ჩავიდან ამას ვინ ამბობდნენ? ეს დაიბადა აი და იმ ადამიანებში, რომლებიც ჰუმანიზმს და პირიქით ამას უნდა ქადაგებდნენ. მწერლობის და ეს ხო ერთი ნაწილია და სულ ჩაწოდებული. აქ ხო ეს საქმე ვიცით როგორ არის. იცით საჩავიდა ხალხო და სადაც შახაბასის სიტუაცია იყო და შახაბასი არა ხო, აი ნახე, მორჩა, არა, ქართული ენა ცუდად ჟღერს გაეროს ტრიბუნა, რატომ არ გამოვიდა? უზბეკეთში ამბავი იყო და თემურლენგის სამშობლოში. ესე იგი ჩვენ ესოდა აქედან ერთიდან ბიჭია მიზეზის მონახვა რა უნდა და აგორება რომ ჩვენ აზერბაიჯანელი მიუღებელიან და ვიპოვი რომელიღაც საუკუნეში არის სომხები აგერა ვიპოვი ჩემო ბატონო და ესე იგი რაშიც გინდა და როგორც გინდა ნებისმიერზე ვიპოვი მე შეინდაც კი ვიპოვი ამ სიტუაცია და რო არ დავუძო აგერ თელავის და გურჯაანის დონეს და ეს არ არის ძალიან ეს არის ძალიან საშიში ამბავი ეს არის ძალიან საშიში ამბავი იმიტომ რომ ეს იწვევს ადამიანში აი ამ სიტუაციაზე ეს რეალურად მიგვიყვანს რა მნიშვნელობა აქვს ებრაელებზე გამოაცხადებ ფერი ამას და სხვაზე გამოაცხადებ ეს რატომ მოხდა ვასიკო მოდი ისიც ვთქვა პირდაპირ ვთქვა ეს მოხდა ისევ და ისევ ევროპელების ანუ ევროპელებმა დაიწყეს ეს კამპანია მაგალითად კარგი გავიგეთ რომ ეს არის აგრესორი დაესხა ამ უკრაინას საცოდავ ქვეყანას მაგრამ ესეთი აღშფოთება რო გამოიწვია თითქოს ესე იგი ამერიკას არა თითქოს ამერიკას არ უომია არა გეგოდება ჯერ ერთი შენ არ დაგესხა მანამდე ხო და არა მე რას ვამბობ ესე იგი ევროპა იღებს გადაწყვეტილებას მაგალითად არის ეგეთი საოპერო მომღერალი ნეტრებკო აუგზალა ავსტრიაში რაღაცა ლასკალაში თუ ლასკაში იტალიაში იყო წინასწარ რაღაცა დაანონსებული გააუქმეს ამაზე ერთ იტალიურ ტოქ-შოუში სკანდალი მოხდა ანუ ფიზიკურად შეეხდათ ერთმანეთს იტალიელები შეასკდნენ ერთი კომუნისტი იყო მეორე ის რაღაც მე მარჯვენა მაგალითად წართვი ამ სპორტსმენებს სტატუსი ხო ვერ იღებს მონაწილეობას ოლიმპიადაზე და რაღაცა და მათ შორის წართვეს პარ ოლიმპიელებს ანუ უდარ შეზღუდული ეს სპორტსმენების აი რა შუაში ეს პოლიტიკასთან კონკრეტულად ის ადამიანი ანუ როდესაც შენ აი ამ სეგრეგაციას
ამ სეგრეგაციის ლეგიტიმურობას ახდენ და ყავს აი ეს ბრბო, რომელიც მზად არის ცალფეხზე იდგეს, ხო? სანამ ევროკავშირში მიიღებს. აი ეს ქმნის აი ამ არანორმალურ ვითარებას. ხო და აი როესო და კონსტიტუციაში რო წერია ეს ეთნიკური და ესენი ამას ხო წყალეს, მაგრამ უცნაური და ხერა არის. ამას მოსალოდნელია უფრო ძალიან მძიმე, გავიცი, გინდა გოიმობა და მოკლედ ყველაფერი ცუდი სიტყვა შეიძლება ვთქვათ, რაც ადამიანი თუ ისევ ეთნიკური მასია გაწყობილი. და ეს სირცხვილი უნდა იყოს და შეიძლება ეგეთი ადამიანები ისეთ საზოგადოება უნდა იყოს, რომ ესე ფიქრობდნენ, ამის საჯაროდ გამოხატვის უნდა ცხვენოდეს ნებისმიერი და უნდა ვერ ბედავდეს. მაგრამ ნახე როგორი სიტუაციაში აქა ამ ეს დაიწყო, ეს ამბავი ნახე, აი მაგალითად ერეკლეს ამბავი. დაიწყო კიდე რომ უნდა დააბრალონ ერეკლეს, რაც მას ასე იგი აზრად არ მოსვლია, მაგრამ ერეკლეს ბრალდება რა თუ სიმბოლო უნდა გახდეს და უნდა გახდეს აი შენ, ამან საქართველოს რუსეთს შეუერთდა, კოლაბორაციონისტი მონა ეს უნდა გახდეს და როდის ხდება აი ეს გაგანია ამ უკრაინასთან დამოკიდებაში, ესე იგი შენი იდეოლოგიურად მომზადება ხდება და მომზადება და დამოკიდებულება შეხლა როცა იმეორებენ არის რუსო და ამის უკან ვერ ხვდებიან ეს დაახლოებით იგივეა შე პოლონელო, შე ებრაელო, შე ფრანგო, შენ ისა აი ამ სიტუაცია და ამის დანერგვა ხდება და ხდება ისევე გახლეჩვა ისევე საზოგადოების და რა საინტერესოა რომ ამაში მონაწილეობენ ლიბერალები რომლებიც ვინმეს მოწონს ეს თუ არ მოწონს ლიბერალიზმი როგორც ესეთი რო არსებობს ამოდენა ადამიანებია მიმდევარი აი ამისთვის კატეგორიულად უნდა ამისთვის უნდა ესე ვთქვათ კატეგორიულად ეს მისთვის მიუღებელი უნდა იყოს ხო სწორია და არ არის ეს ლიბერალი ეს არის ტოტალიტარიზმი უბრალოდ ლიბერალური ტოტალიტარიზმია ხო ნუ რა თუმცა კლასიკური ლიბერალიზმის თეორეტიკოსებს არასდროს არ უთქვამთ რომ რასიზმი ცუდია არასდროს მათ პირიქით მონებით იყვნენ გატენილები სულ ყველა ხო ეხლა როგორ არის მე შევამხოლმე შუა საუკუნეები აი მაგალითები როგორ აღარ იყო შუა საუკუნეები 19 საუკუნეა 21-ეს ახე როგორც იტეს ჩვენ ვამბობთ რა ეს ძველად იყო წინამლეში ვიარეთ და აგერ საქართველოში ვდგავარ და ადამიანები რომლებიც იცნობენ ესე იგი ჩვენ უყურებთ ადამიანებს და უცებ ისევ დავიწყეთ სიცხლის ანალიზი ისევ მიაქცია ყურადღება აი ვაკაბაც გაიხსენა როგორც კი ეს მორჩა ჩვენი ომი ახლა ტრაგედია იყო და ემოციური ფონი ამას ახლავს და მათ შორის გადადის აი ეს ხელს არ უშლიდა არ ჩვენს მინისტრებს არც პრეზიდენტს არც იმას რომ ველაპარაკოთ რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობებს და ამაში ლოგიკა იყო მე ვთქვი რომ ამაში დიდი ლოგიკა იყო ეს ახლა ეს იმიტომ კი არ არის გახსენება რომ შენ ახლა რომ შეატრიალებ რომ მოგიწვა ფირფიტა თორე რასაკროლია სწორ აბა პატარა ქვეყანა ხარ ახლა ატომურ ქვეყანა და კაცი არ აღმოჩნდა ჩვენი პატრონი სოფლიოში რასაკროლია უნდა დაელაგებინა ის სისულელე მისი სულელის მერე რასაკროლია ეგ უნდა ეკთა და რასაკროლია სწორად აკეთებდა რასაც აკეთებდა იმართებაში რომ იქნება ვიღაცა ადამიანები მაინც კეთილგანწყობილი ქნაო მაგრამ შენ მიზანმიმართულად იდეოლოგია ამკვიდრო საქართველოში ილაპარაკო ჯერ რუსის ჩაფურთხები დაიწყო მერე ქართული ჩაფურთხებაზე გადახვიდე თან დაგვირდი სილზურულის არა აქვს საზღვარი შენ რომ ძულვარებიც და ახალგაზრდას ზუსტად ერთნაირად უსელდება ეს რუსზე პოლონელზეც უკრაინელზეც და ქართველზეც და გურულზეც და სვანზეც ერთიანად არის ეხლა უყურე აღარც გვინა აბაზე ლაპარაკი საშინელებაა ხო აი მიცვალებულებისადმი დამოკიდებულ როგორ არის და ეს კი არ არის რომ დამოკასა ამას არ ჩაიდინე სოციალურ ქსელში გუშინ ამისინა ჩაიდინე ამას არ მალავენ და ამას არ მალავენ ვიღაცა ადამიანები კი არა რომ თავმოუწონეთ წერენ რომ თავმოუწონეთ ამაში წერენ ცნობადი სახეები და გარეთ გამოდიან და ესე გეუბნები და მე ვერ ვნახე აი ამ დიდი მიმდინარეო კი ცალკე რომ მიაყენა და ესეც ცნობად ეს რა ქვია სახეს თუ ცნობილ სახეს თუ რაც არის უნდა აუგზავნოს საერთოდ რა საჯარო სივრცეში გამოჩენა რა ტელევიზიებში უნივერსიტეტებში და ეს არის აკრძალოს კონსტიტუციას რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენ სანამ ის მივარო რომ ეს ბევრი რამე სხვადასხვა მიზეზთა გამო ეხლა სხვა რა გვინდა ვერ ხორციელდება იმიტომ რომ ეს არის კლასიკური სიძულვილის ამაზე მეტი სიძულვილის ეს ჩარლის კირკი რომ მოკლეს შტატებში შტატი გადავინე ისე იქ მოაწყეს მთელი დემარშები და ეს პროფესორები სხვადასხვა კამპუსებიდან გამოეხმაურდა ძალიან გაუხარდათ ბუნებრივია ვინაიდან ეს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი წამოიყვანა და საერთოდ ძალიან დიდი როლი შეასრულა ტრამპის არჩევნებში მათ შორის ამ მერყევ შტატებში ეს ახალგაზრდობა წამოიყვანა და მოკლედ აი რაღაცა ტაშის კრუით შეხვდნენ ამ ამბავს და სიხარულს ვერ მალავდნენ ამასთან ანუ ყველა ერთმანეთს გავს ეს არის აი როგორც ბოლშევიზმი როგორც
ბაცილა გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ინტერნაციონალის კი შეიქმნა და აი მთელი ძალისხმევა დასჭირდა მე იქ ამერიკელებს რომ დაეშალა სტალინს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ინსტრუმენტი იყო ზემოქმედების, რაც დღეს არის NGO-ები მაგალითად. ესეც ქსელია ლეგალური. აბა რა რადგინე შენ აგენტურა, როცა ყავს აგენტი, რომელსაც უთხრება თურმე რომ აგენტს ეძახია და ასრულებს სხვა ქვეყნის დავალებას, იღებ ამაში ფულს, აწვდი ინფორმაციას, ამზადებ ანგარიშებს, კითხულობ ამ მოხსენებებს, იღებ მონაწილეობას სხვადასხვა პარლამენტების კომიტეტების განხილვაში და შენს ქვეყანას ადანაშაულებ. ხო და ეს ხო უნდა მორჩეს მოდი ხო რა ეს მინდა გითხრა ეს რა ეს ერთი რომ თავისთავად ცუდი საქციელია რასაკვირველია სოციალურ ქსელში აღმიცვალებულის ლაძღვა მაგრამ აი ამას უკან რომ ჩავხედავთ აი ამ საზოგადოების გარყვნა რატო ხდება არის ნახე სინამდვილეში ამის მიზანია და ვინც ეს ჩააწოდა ტაბუს დარღვევაა თორე შეიძლება გულში ამას ფიქრობდა გამოხატვა რა ეუნებიან ტაბუ დაარღვე ნახე ტაბუ იყო საზოგადოებაში სხვადასხვა დროს და ყოველთვის არის რომელიც ის გამოც ეს გარკვეულად სტაბილურობას და საზოგადოებას სახეს აძლევდა ის რომ მიცვალებულთან როცა არის და ქართული გამოთქმა რო არის რომ ან უნდა თქვა ან უნდა გაჩვენდა იმიტომ რომ რაღაც ახალი ეტაპი გადადის და ახალი აი ინცესზე იყო ტაბუ იყო ეს ტაბუ იყო იმიტომ არ მაგრამ შენახე რა შვები ამით აკეთებ და ეუნების საზოგადოებას რომ მე ჭაში გიფურთხებ მე შენ გიფურთხებ შენ ტრადიციაში რაც აი ეს არის აი მე გამოვედი და ეგეთი ვარ იმიტომ რომ შენ საზღარი ხარ იმიტომ რომ უნდა თქვენ ამოწყდეთ იმიტომ და განუწყვეთ ეხლა ადამიანები ვართ სუსტები გიორგი ეს არის უმძიმესი და სინამდვილეში ნახე რა არის საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პირობები არ არის მაგრამ რევოლუციისა მაგრამ ზიზღის და სიძურულის თვალსაზრისით არის სრული აუტანლობა და ეს უკვე არის როგორც აი იძაბება ძალიან მხრიდან კი ბატონო არ არის თანაფარდობა ღვთისმადლით ესე იგი ესეთ მაგრამ აი ნახე როგორი თემა არის არ არსებობს საკითხი სადაც პირდაპირ არ იყოს ესე თქვა აი ხო შეიძლება დედაშვილობა შეიძლება გაატარო აი რაც თქვი აი მაგალითად ადამიანებს შენ ადამიანს უყურებ რომელსაც იცნობდი რა მნიშვნელობა აქვს ნათესავი იყო რაღაცა და პირობითად შენ ამას რაღაცას ლაპარაკობს, აი რაღაცა ეგეთი სიტუაცია ადამიანს უკლებს და შენ კიდე ფიქრობ, რომ შენ ის ადამიანი ხარ, მე როგორზე გავიხედო, შენ შეიძლება ყავას ჩააფურთხო. ხო, აი ესე იგი, იმიტომ რომ შენ ახლა მე პირდაპირ გეტყვი, რომ მე არ ვინა, მე ხო არ დამიწერია რა მიცვალებულზე, იმიტომ რომ რაღაცა ეს არის, მაგრამ არა, შენ იმას უთან აქცნობ და იმას შენ სოლიდარობას უცხადებ. იქ იმასაც და ეს ახლა რატო მივდივართ ამ ყველაფერთან? ეს ყველაფერი არის საწვავი იმ რევოლუციური პროცესის და ბოლოს მივართ არა საზოგადოების დეგრადაციის კარგი რევოლუციის ის არის რა ქვია მეორე ხარისხოვანი ამ მნიშვნელობით იმიტომ რომ ეს მეორე კრავს ამ შენ თუ მოდას აძლევ ბიჭს და მოდად გახადე ტრენდად გახადე შენ დაანგრიებ თუ ყველაფერი რასაც იდგა ეს აი ეს დოსტოევსკის ეშმაკნი რო არის ავსულნი როგორც გიდავთ არ გქნოთ აი ბესი აი პირდაპირ არის იქ ვერხავენსკის როგორ უნდა დაანგრიო საზოგადოება როგორ უნდა გარყვნა როგორ უნდა გახლიჩო და აი როგორ რაღაცა იცი რომ მეგრულში არის ვაშინერს აი მერტვაგაში უცებ ისეთ რაღაცას უცებ კი არა უყურებ რომ ამაზე ადამიანები არ ლაპარაკობენ მე ერთხელ გადაცემაში გითხარი უცნაური სიტუაციას უცნაური კი არა საბჭოთა კანონმდებლობა ვაგა აბსოლუტურად ერთი და იგი უნდა ყოფილიყო ხო რესპუბლიკები რო გაერთიანეს მაგრამ პატარა განსხვავება მაინც იყო აი ცოლად 16 წლისა იქ 18 წლისა უნდა მოეყვანა აზიაში იყო და რუსეთში იყო კანიბალიზმის მუხლი და საქართველოში არ იყო არასდროს კანიბალიზმის მუხლი. და ხელს ესე იგი საქართველოში არ იდგა ეგ საკითხი. თორემ თუ კი არა. გეტყვი რატომ მე-19 საუკუნის გალადამროს რო აბრალებენ. ხო? მე-19 საუკუნის 90-იანებიდან 15 წლის განმავლობაში არ ვიცი იქ შიმშილობა იყო ჩვეულებრივი მოვლენა. არა მხოლოდ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ირლანდია დაიცალა საერთოდ. იმათ ხორბალი ქონდა და სხვა რაღაცებიც ქონდა და იმ ირლანდიელებს აწყლებს კარტოფილის გარდა არაფერი. მთელი აი ახლა შტატებში მაგალითად ახლა ირლანდიელი 3-4 უფრო მეტი ცხოვრობს ვიდრე ირლანდიაში. აი ამის გამო. ხო და რატო გეუბნები ამას რომ სიამოვნებაში ადამიანები ამიტომაც იყო კანიბალიზმი. დიახ, ხო და იმიტომ რომ არა საქართველოში ესე იგი ამას არ ელოდები. საქართველოში არ ელოდებოდი არასდროს რომ ჭაში ჩააფურთხებდა, რომ საჭმელი ჩააფურთხე. ეს ხო ამას რომ იტყოდა ადამიანი, ამას რომ იტყოდა და მე ამაზე რომ მსჯელობა იქნებოდა, ამას არ ელოდნენ ჩვენ ახლა ვთქვი თანდათან საზოგადოება რომელიც ამას ყველაფერს ელოდები და მეორე პოტენციურ ადამიანი რომ მოდის ის კი არ არის ადამიანი ვა ღვთისშვილი ხარ მოდი კაცო ეგრე მიშველი ეს პეოლიქში არის ხო არ შემჭავს და აქედან კანი არა
რასაც მეუყურებ კანიბალიზმი ამასთან შედარებით არის ყოვლად ნაკლები, იმიტომ რომ ცოცხლად ჭამა არის ისა რა ქვია ცოცხლად შეჭმა არის ადამიანების და აბა რო ეტყვი რომ მამას აგერ ჩვენ ამა თელი ცხოვრება ამის წარე ანეკდოტად იყო დავახჩობ ამას დავახჩობ დედას რევოლუცია თუ მომთხოვს ამასო გამოშტერებული ლექსი რო იყო ხო მაგრამ აგერ ახლა პრაქტიკაში უყურე გაიზარდა ადამიანები მოუწოდებენ ამას ეუბნებიან დედაშენს გაემიჯე პავკა მოროზოვი იყავიო აგერ იმას გაემიჯნე ეს იყავიო იმას იყავიო მე ყველა ტაბუა ხო ისა თამარ მეფე ეს იყო ის იყო ეხლა თამარ მეფე და ისტორია რისთვის არის შენ რო ადამიანი ხარ ამაზეც არის ერთხელ ერთი ამოდა მამაშენზე და დედაშენზე დაწერეო რას ვიახდი რაღაც სიმბოლოები არის ისტორიაში აბა ბიდი რომელი ერი დგას ამ სიმბოლოების გარეშე რომელი ადამიანი დგას რომელი ადამიანია რომელიც თავის წინაპრებს თუ ადამიანობას ეს ინარჩუნებს არა ის დაინგრეს მეგობარი არ არის მეგობარს უნდა უთხრა რომ ეგ შენი პრობლემა არის მე სისხლის ანალიზი უნდა ჩაუტარო ხო შეიძლება რომ დედა რუსი ყავდეს ან და შეიძლება აზერბაიჯანელი ყავდეს მე სომეხი ყავდეს ან რაღაც წინაპარი ან და შენ გაიგო წინა თურმე ეგეთი სიტუაცია დოსტოევსკის აი ნახე მე მარაზმებს უყურებ უნივერსიტეტში ასწავლის ხალხი მე ავთხოვე ტელევიზორში უყურებ აი ამას ყველაფერს ეგუებია მე მწერლობას უსმენ ესე იგი რომელიც ლაპარაკობს რომ ამის კონკურენცს თუ იშორებს ახლა გონია რომ ფინალში გავა დოსტოევსკის და პუშკინს და ტოლსტოის რო აგინებს და ეს რო არის მაგრამ აი ამას ეს ხო სინამდვილეში ლექტორი წერალი ლექტორი რაც ხო ხო იმიტომ რომ იშორებს რა და კვალიფიკაციას აძლევს მას მიცემენ სანქციების ქვეშ მოაქციეს და ეგეთი სიტუაციაა გუშინ ბესოკურტანიძე დოსტოევსკი ახსენა და ვთქვი რომ მართლა ბოლოს აღარც გამიგია ჩვენ სივრცეში ვინმე დოსტოევსკი გამიხარდა კაცო ესე კიდე შეიძლება რამის აკრძალული ლიტერატურაში ხო და აი ეს ყველაფერი ახლა ჩვენ გვერდით აკუთხიდან საკანონმდებლო დონეზე თვითონ გადაწყდა მაგრამ ეს არის სიძულვილის ანატომია ეს არის აირე და რასის გამოხატულებაც რევოლუციის რომელიც დანერგვაც ხდება აქა და ამასთან მიდის ბრძოლა ეს თუ არ ავიცილეთ ჩვენ თავიდან ამ სიტუაციას რაცაგური პოლიტიკა აბა ახლა აი ყველაფერი მე მინდა რომ გამოსწორდებიან ასე ვუყურე შეხვედი პარლამენტში ხო შეცდომა და არა დაუში შეცდომა მე ძალიან დადებითად უყურებ რომ შევიდე პარლამენტში ხა თუ არა სხვათაშორის წინა გადაცემაში ჩვენ ამის წინასწარმეტყველებას ვაკეთებთ რომ შევლენ კი მაგრამ ხოდობია რომ შეცდომა გამოასწორო ვიდრე ბოლომდე შეჯდა ცხენზე და გააჭედო მაგრამ ახლა შევდივარ და უსმენ იმას აგძელებ რომ არ შევძრები იმაში რო არის ესე იგი მაგრამ არალეგიტიმურია ხო იმისი არ იყოს ხო არალეგიტიმური ესე იგი მაინც ემაშვები ხო და არა და ამ ქვეყანას გვაქვს ასეთი ძიმე გამოწვევები ხო აგერ ცეცხლიანთია ჩრდილოეთით ხო ესე აი სამხრეთი და აღმოსავლეთი რა ის ყველა აგერ არის ეს შორი რაკეტები ვისკი აღარ არის რაღაცა ზღაპრები უკვე ერთმანეთს ადბომბავენ ხო ხედა უკვე დაპატარავდა დედამიწა ერთის ყდა გახდა იქ ეკონომიკა ესე არის იქ რაღაცა შვება იქ ჩვენ ხო მეორეს ვთქვა პატარა სუსტი სახელმწიფოა ხო იმ პროცესებთან შედარებით რაც სოფლიოში მიდის და ჩვენ ამ დროს ახლა ერთმანეთში და თარისი კითხვა მინდოდა იცი რომ აი მე ხე ის ყველაფერაც რაც ვილაპარაკეთ და ამ პარტიების აკრძალვა საჯდება ყველაფერში ანუ შეძაღან ამბობდი რომ ვიღაცებს მათ შორის საჯარო სივრცეში გამოჩენა უნდა აუგრძალო და არა მე დარწმუნებული ვარ ამაში ეს ხო კომპლექსური ანუ აი უნდა მოხდეს გაჯანსაღება ორგანიზმის ხო დეტოქსიკაცია როგორ ხდება ეს დეტოქსი ხო რაღაცა პროცედურებია ერთობლიობა არის პროცედურების ხო ის რომ საზოგადოება სათანადოდ ნუ ბევრი მიზეზთა გამო ვერ თენს თვითორგანიზებას აი მაგალითად უსგავსო საქციელზე ხო შენ რაღაცას იშორებ ამბობ რომ აღარ გემეგობრები არ მოგესალმები არ გელაპარაკები და ასე შემდეგ ეს რთულია ჩვენთან პატარა ქვეყანაა ყველა ერთმანეთის მაგრამ ამ ადამიანები უნდა იცოდნენ რომ პროპაგანდა სიზულვილის იქნება ეს რასობრივი ეთნიკური რელიგიური ნიშნით რაღაც სეგრეგაცია შეურაცხყოფა კლასობრივი ცდილობები იყო უამრავი ამათ ნახეთ ახლა გაზულუქებულები ესა ბიუროკრატია კორუფციაში ამბობდი კორუფციაში არიან ჩაბულები და ასე შემდეგ ამიტომ შენ უნდა ამოქმედო ლეგალური ინსტრუმენტები რომ მოახდინო რაღაცა ამის
ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე შეზღუდვა მაინც და მე უნდა განდევნო ეს საჯარო სივრციდან საერთოდ. ეს კომპლექსური პრობლემაა. ეს გინება, დედის გინება ფილმებში და სერიალებში იგივე თემაა. ერთ-ერთი კომპონენტია. ეს უნდა დარეგულირდეს. როდესაც ლექტორი, მსახიობი, რეჟისორი არ მაინტერესებს, ხარ მუშაობ რაღაც სამსახურში, საჯარო სივრცეში ხარ. შენს გავს გამონათქვამებს, უბრალოდ ევროპაც გადაირია რა, ეს ბოლოს მოხდა, როდესაც ეს კონფლიქტის დროს გამოჩნდა რა. და დაკარგა ის, რითაც თითქოს და ამაყობდა, მაგრამ მე შენ რაში გეთახმები, ვიცი, როდესაც აი ვასიკოსაც უთხარი, რომ სულ ეგრე იყვნენ. ეს პრინციპში ეროვნული სახელმწიფოების კრიზისი რო დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში. როდესაც, ეროვნული სახელმწიფო ევროპაში როგორ იყო მოწყობილი? იყავი იმპერია, იყავი რესპუბლიკა თუ რა, მაგრამ შენი მოქალაქე პრინციპში თანასწორი უფლებებით მეტნაკლებად სარგებლობდა. მაგრამ მთელი ეს დასავლეთი რის ხარჯზე არსებობდა? თავისი კოლონიების ხარჯზე, სადაც იპყრობდნენ და ანადგურებდნენ და ის ადამიანთა უფლებების ცნება არ მუშაობდა საერთოდ. ის რაც ბელგიელი აკეთებდა კონგოში მაგალითად და იქ ჰოლანდიელი ან ინგლისელი სამხრეთ აფრიკაში და ფრანგი კამერუნში, ხო ეს არაფერში არ წერია. ეს ორმაგი სტანდარტი, რომ შტატებიც ეგრე იქცეოდნენ. როსელინის ფილმი არის, არ მახსოვს ახლა ნოველებისგან არის შემდგარი, სადაც შავკანიანი რომში, ესე იგი რომშია, ხო, რომშია, მოკლედ განათავისუფლეს აბუსოლინისგან და ეს შავკანიანი ადამიანად გრძნობს თავს. და ერთ-ერთი იტალიელი ბავშვი, რომელსაც ჩექმა მოყარა რაღაცას ისე დამეგობრდნენ და ეკითხება ისა გინდაო შენს ქვეყანაში დაბრუნებაო და ის ამბობს არაო, იმიტომ რომ მე აქ ბევრად უფრო ღირსეულად ვზრუნავ თავს ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. ოფიციალურად დამკვიდრებული. ადგილები ავტობუსებში, ეს არის კენედის დასჭირდა ეროვნული გვარდიის შეყვანა ერთ-ერთ შტატში, რომ შავკანიანი გოგონა შესულიყო აუდიტორიაში უნივერსიტეტის. ეროვნული გვარდიის გუბერნატორი ეწინააღმდეგებოდა, ოფიციალური ფაშისტი იყო. და ეს ავტობუსებში ადგილები only for white არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში იყო, ეს შტატებშიც იყო, ალაბამაში, ჯორჯიაში და 65 წლამდე კუკუქს კლანის ხო საერთოდ ტუალეტში ვერ შევიდოდა და იმაში ხო, იყო. ამაშიც ილუზიაში არ უნდა შევიდეს ეს ახალგაზრდები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის პრობლემა, კომპლექსური პრობლემა და რა კი კომპლექსური პრობლემა, კომპლექსურად უნდა მიუდგე ამ პრობლემის გადაწყვეტას. ამიტომ აქ არის შეზღუდვები, რეგლამენტაციები, რეგულაციები აუცილებლად უნდა ამოქმედო ეს ყველაფერი ერთობლიობაში. წავიდეთ ფინალისკენ, მე მგონი და ოპტიმისტური ღვინოზე ვილაპარაკოთ. ოპტიმისტური სიტყვა. ოპტიმისტურად თქვენშიც ღვინოზე ოპტიმისტურს გეტყვით ახლა და ამოდი დავამთავროთ რომ. ვაკამაც გითხრას თავისი ოპტიმისტური. ხო და აი 8000 სლოვანი მოსროვა, ეს 8000 წელია ღვინის წარმოება არ არის, ამას ვამბობ მე ხშირად. მარცვლოვანის წარმოება რაც დიდი ამბავია, ეს 2 წლიანი ამბავია და მე გადახვალ ნაყოფიერ მიწაზე და ყურძანზე ვერ გადახვალ, ესე ცოდნა უნდა იცოდე 40-50 100 წელს ვენახი. ეს კულტურა აქ რო დამკვიდრდა 8000 წლის წინ. უწყვეტად დიდი გაჭირებით ვითმოვიდა. ესე იგი ეს ოპტიმისტია რომ გაგრძელდება და თან რაღაცები, ამიტომ ეგეთ რაღაცებს ახლა ბუნებრივია, ტაბუც იცავს, სიმბოლო იცავს და ის უკვე აღარ არის მარტო სასმელი და ის ვიღაცისთვის რო არის და ვიტამინი ან რაღაც ეგეთი. ეს ბევრად მეტი რამ არის და ეს არის ამას არ უნდა შეეხო და ჩვენ უნდა დავიცვათ და ის ჩვენ დაგვიცავს და ადამიანი იქნება სრულყოფასოვანი და რატოა ეს კარგი? ჩვენ კაცთა მოგწო უთვალავი ფერითა ძალიან კარგია რომ ჩუჩაც არის, ქართველიც არის, ფიჯიელიც არის, იაპონელიც არის, ესეც არის დედამიწაზე უფრო სრულფასოვნად ხდება აღქმა და როგორც კი იწყება ესეთი სიტუაცია რომ მე ვარ მარტო და მარტო მე ვარ, მაშინ გაიღვიძა შენში ადოლფ ბიძიამ და ეგეთები კიდე ბევრი ყოფილა ეგეთი ადოლფისთან ისე ხო შემთხვევითი ფიგურა არ არის ხო? ხო მიიყვანო ქვეყანა იგავდე რომ გაანადგურო, წაართვა, დაამცირო
არ ვიცი იქ დაარწმუნო მე უნდა რომ ყველა საძულველია და ასე შემდეგ საძულველია ყველა აგერა თვითონ რა გერმანელებმა ახალგაზრდა თვითონ გადახარჯეს აგერ არის ახალგაზრდები მანფრედ გრეგორიცის მაგუნდება ერთი ხიდი არის მაგარი ხობა და სკოლის ბოს როგორ არიან დარწმუნებულები ამ საკითხში აი სიძულვილით როგორ არიან დატენილები ყველაზე დიდი ფილოსოფოსი მეოცე საუკუნეში დატენეს ეს ადამიანს რომ დატენი სიძულვილით რომ დატენი ახლა ამ სიტუაციას რა და გელაპარაკება ადამიანი აგერა რადგინ აგერა სამეურო საბჭოში ადამიანის და რუსებო გეუბნება ესე იგი ამ რუსებოში დებს ყველაზე უფრო საზღარი სიტუაცია ამაში დეჟო დეგენერატია პირდაპირ პირველი ნიშანი არის ეს რომ დეგენერატი ეს მე რა ნუ არა აბა რა არის ხლა ეს 2025 წელია რა კარგი ანეკდოტი ოცაყვები ამ რაღაცებს ოპტიმისტური გითხარი არა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი სხვათა შორის 8000 ევროიანი კუპიურა ხო იცით რო არის გამოშვებული ევრო და იქ არის ალავერდის ეს ტაძარი და ეს ღვინის ქვევრები ამდენად ესე იგი მე პრინციპში ველოდები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას წლის ბოლოს ალბათ ვერა, მაგრამ 2026 წელს ეს ომი უნდა დასრულდეს და რატომაც გონია რომ სინქრონულად დამთავრდება ასევე ისრაელის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი რაღაც ბალანსი უნდა და რაღაც სტატუს კო უნდა აღდგეს. ხოდა დაიწყება ვენესუელა, კოლუმბია. ეხლა აი რაღაცა სულ ცოტა ხანში დაიწყება უკვე გაყოფა, ანუ შეეცდება ნახოს გამოსინჯოს ტრამპი, ანუ პრინციპში მადურო გუშინ მიდან დემონსტრაციულად მიიღო ეს მადურო გააფორმა კიდე რაღაც ხელშეკრულება რომელიც ისაც გაფორმებული ეს მე მგონი ძველი ვიდეო იყო ეგ მოსკოვში ჩავიდა ეხლა ანუ მე მანამდე ხელშეკრულების რატიფიკაცია ვიცი მაგრამ ანუ ვიდეო რაც გავრცელდა ის მე მგონი გაზაფხულის ვიდეო იყო ესე მგონი კი მაგრამ ბევრად იდას ვნახე ეს გამიკვირდა რა უნდა ხო ჩავიდა არ ვიცი მე ვერ გადავამოწმე მე ვნახე ვერა მოკლედ ვენესუელა არის რიგში კოლუმბია არის რიგში კუბა დღეს ეს ნამდვილად ვნახე ერთ-ერთმა სენატორმა უშ რესპუბლიკელმა თქვა თუ კი ჩვენ ვენესუელას დავარწყავთ და დავიპყრობთ იგივე ბედიელის კუბას ანუ თუ ესე იგი კარიბის ზღვის პრივატიზაციას მონროს დოქტრინა თლიანად სამხრეთ ამერიკა უნდა თლიანად თავის ცენტრალური ამერიკი და თავისი კოლუმბიაში შეჭრას აპირებს კიდე არგენტინის ფულის გამოყოფით და ასე შემდეგ არგენტინას გამოუყო ამის ხარჯი სხვათა შორის მილეიმ მოიგო ეს არჩევნები და კარგი ანგარიშით მოიგო 45 რაღაც პროცენტი აიღო ადგილობრივ იმაზე და ანუ ეს მე მგონი ერთადერთი ქვეყანას არის ლიბერტარიანულმა რაღაც მიდგომამ ესე გააჯამა თუმცა რითი დამთავრდება კიდე კაც მარიცის ხო და რას ვლაპარაკობ და მე უკვე ვნახოთ ანუ იქ რუსეთის როლი ირან-ისრაელის კონფლიქტში არის გაურკვეველი ძალიან ბევრი ამბობს რომ რუსეთი თითქოს და პასიურად ეხმარებოდა პასიურად ექცეოდა მოკლედ არ ეხმარებოდა აქტიურად ირანს და რაღაც მოლაპარაკებაში ან რაღაც შეთანხმებაში იყო ჩაბული მათ შორის ისრაელთან მოკლედ ბევრი რაღაცა ესეთი რა ჩვენს ირგვლივ ხდება თავარი არ მოხდეს აქ ანუ კავკასიის ტერიტორიაზე არ უნდა მოხდეს სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს მაგრამ სამწუხაროდ ამის ნიშნებსაც ვხედავ რომ ესკალირდება რა თვალსაზრისით ეხლა მაგალითად გუშინ მიიღეს აზერბაიჯანელებმა გადაწყვეტილება რომ სერბებისგან 200 რაღაც აზერნიტო დანადგარი უნდა იყიო რაღაც ტანკების რაოდენობა იქ სომხების რაღაცას კიდულობენ ინდოელებისგან და ასე შემდეგ როგორც ინდოევროპელები ამდენად აქაც ეს არ მოწონს ეს დინამიკა და აი როდესაც ვასიკოს ლაპარაკობდა რომ ამ ახალ რაღაც გეოპოლიტიკურ მზეზე ჩვენი ადგილი რომ მოვიპოვოთ ხო აი რაღაც აი ეს არის მაგის მინიმუმ უნდა მივიდეთ დაუზიანებლები და რისკები უნდა შევამციროთ შიდა დესტაბილიზაციის რისკები უნდა შევამციროთ აი ნახე რას აკეთებს ფაშინიანი ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენც ესეთი დამოკიდებულება გვაქვს ისტორიის მიმართ. სომხებს განსაკუთრებული ის აქვს, ვიცით ახლა როგორი დამოკიდებულებაც აქვს.
იმისთვის რომ მიიღოს ეს დერეფანი, დაალაგოს ურთიერთობები აზერბაიჯანთან და თურქეთთან და შესაბამისად უბრალოდ იზოლაციიდან გავიდეს, ამბობს, წარმოიდგინე რომ სომხეთის პრეზიდენტი ამბობს ამას. რაც წარმოუდგენ, რაც შოკის მომგვრელია სომხისთვის. დაივიწყეთ კონიაკი. კონიაკი არ არის სომხური. დაივიწყეთ სომხური შამპანური, არ არის შამპანური სომხური. დაივიწყეთ არარატი. არარატი არ არის სომხეთის ტერიტორიაზე. ის არ უნდა იყოს არც ერთ იმაზე რაღაცა რუკაზე, ნახსენები კონსტიტუციაში და ასე შემდეგ. და ყველაზე რთული ამოცანა აქვს, უნდა ამოიღოს ახლა ის მუხლი, რომელიც დეკლარაციაში გენოციდის შესახებ. ესეთ კომპრომისებზე უწევს წასვლა, ვინაიდან იცის რამდენად მოწყვლად პოზიციაშია ყველა თვალსაზრისით, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, დემოგრაფიულად, და ეკონომიკურად სხვათა შორის ყარაბაღი რომ მოიშორეს, პირიქით ზრდის ტემპი და გაიზარდა და ეხლა იმის ხარჯზე რომ უკრაინასთან ომია ის თან დესთეს ეკონომიკურ ბლოკშიც არის, თან ესე იგი ვაჭრობს დასავლეთთან და მოკლედ აი ამის შენარჩუნებას ცდილობს პრეზიდენტი სომხეთის და უამრავი და ჩემი აზრით ძალიან სწორად შვება რომ ეს ყალბი ნარატივი უნდა მოიშორო. და ეს არის ხელოვნურად შექმნილი ყალბი ნარატივი, რომელსაც ამათ ისტორიულად გააჩნდა და ჩვენ გვაქვს იმპლანტირებული ბაცილა 30 წლის წინ, რომელიც გამრავლდა და გახდა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ლეგალური გავლენის აგენტურა, რომელიც მოქმედებს შიდა ვითარებაზე და ახდენს გავლენას გარე აქტორებზე, რომელმაც შექმნეს ეს ქსელი. კარგით, მე მგონი შეგვიძლია რომ დავასრულოთ ამ პოზიტიურ ნოტაზე. არის პოზიტიური. რომ ეს უნდა დასრულდეს. კი ბატონო. არის მადლობა ამ გახილვისთვის, სტუმრობისთვის და წარმატებებს გისურვებთ. დავიმშვიდობთ ჩვენს მოყურებს, შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომდევნო პოდკასტში.